გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მარათონელებო. როგორ ბრძანდებით? როგორი განწყობით ხართ? ეხლა დავიწყოთ. როგორი განწყობით ხართ? ეხლა დავიწყოთ. მოვამზადოთ. და ველოდებით ქვენს დამატებას. ყველას გავუგზავნე, რომ ლაივი იწყება. გამარჯობა. ძალიან კაი. კომენტარებს აქაც ვკითხულობ. ესე იგი ჯერ 10 საათი არ არის და ამიტომ ველოდებით რომ მოვიდნენ ჩვენი გოგოები. რომ დავიწყოთ, ამჯერად მარტო გოგოები ვართ. ესე იგი ჩათი შეიქმნება, როგორც კი ლაივი დამთავრდება, ეს ჩათი არის სალაპარაკო ჩათი. მანამდე ავხსნით წესებს და გეტყვით, რომ ესე იგი ჩვენი ლაივები იქნება ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 10 საათზე. ლაივზე დასწრება, ანუ სავალდებულო კარგია რომ იყოთ ლაივზე, მაგრამ თუ ლაივზე არ იქნებით, ლაივს ვერ დაესწრებით და არ ხართ სახლში ან რაღაცა, ეხა ინტერნეტში არის ყველაფერი პრინციპში, მაგრამ თუ სადღაც მოკლედ ვერ მოიცალეთ რომ უყუროთ ლაივს, შეგიძლიათ კი არა და აუცილებლად შემდეგ უნდა ნახოთ. ეხლა 9 საათი ავხსნი მე წესებს და მთავარ ამბებს გაგარკვევთ განსაკუთრებით ეხლა ახალებს, იმიტომ რომ ძველებმა ეხლა ისეთ იციან ყველაფერი. და მერე შემოვა ნათია ლაივში, 9 საათს მერე შემოვა ლაივში. ჩვენი ლაივები იქნება ხოლმე 1 საათიანები და ძალიან აუცილებელია რომ მოკლედ უყუროთ. ესე იგი დავიწყოთ ეხლა თავიდან. ჯერ არ შემოსულა ხალხ, მოდი 10 საათს დაველოდები. მანამდე მომწერეთ რამე კითხვები თუ გაქვთ. ვისაც ახსოვს, თუ გახსოვთ რომ 10 საათზე უნდა იყოს ლაივი, შემოდით, მოწვევა მოგივიდათ ხო, მე მგონი ყველას, იმიტომ რომ რაღაც ის ახალი ის იყო, რომ მოიწვიეო და ყველასთან მიუღაო, როგორც კი შემოხვალო. როგორ ხართ? მოიწერეთ, აბა როგორ ხართ? მომწერეთ. ყველა მაინტერესებს როგორ ხართ რა? ახლებო, ძველებო, როგორი შემართებით ხართ? პირობა დადებულია, რაც მთავარია. პირობას როცა ადამიანი დებს უკვე, მერე უკვე აღარ არის საშიში. თავად ახლა იმიყურება, გადაწყვეტება. მე თქვენ მხედავთ, მე და ხედავთ როგორ ვარ, მაგრამ თქვენ ნაი ვერ ხედავთ როგორ ხართ და ამიტომ კარგად და მე მაინტერესებს ესე იგი თქვენი ამბავი მოკლედ ყველასი. და კითხვებს ესე იგი უნდა გაგცეთ, ეხლა რაც შეიძლება, აი კითხვები რაც გქონთ, შევნიდა კითხვები წყალთან დაკავშირებით ძირითადად, ხო? ვიღაცა ემატება, ინდირა მეტრებელს სურს ვიდეოში ჩართვა. ინდირა დამატება გინდა რომ ვიდეოში დაემატო? დავთახდი, არ მგონია რომ გინდოდეს ეხლა შემოსვლა. დაგეჭირა, მე მგონი შემთხვევით. ძალიან მინდა მარათონზე 100 კგ-ს ჩავცთე. რამდენი ხარ ეხა? ძალიან კარგად, შენი წყალობით. თუ ხარ რამდენი ხარ, არ მახსოვს რამდენი ხარ, თუ ხარ 100 ხარ, არ იქნება ეს რეალური და თუ რაღაც ახლოს ხარ 103, 104 ხარ, მაშინ კი იქნება. ესე იგი, თავიდანვე გქონდეთ ხოლმე ძალიან რეალისტური მოლოდინები. მოკლედ დავიწყოთ იქიდან, რომ აი რო ვიძახოთ ეხა მაგალითად დავუშვათ რამე გინდა მაგალითად, რა ვიცი. ტორტი მინდა დავუშვათ, თქვა რომ ტორტი მინდა, ხო? თუ არ წავედი და ტორტი არ ვიყიდე და თუ არ რაღაცა არ ვიმოქმედი, რაღაცა მოძრაობა არ გავაკეთე, ამისთვის ტორტი ჩემს პირში ვერ აღმოჩნდება ვერანაირად, ხო? შესაბამისად მე რო ვიძახო ეხა, მინდა გავხდე, ხო, ეს ადამიანი ხო არის, რომ ძალიან ხშირად ჩვენ აგერ უმრავლესობა ვამბობთ ხოლმე რომ აი მინდა დავიკოწონაში და ამის არაფერს არ ვაკეთებთ. არ მოქმედებთ, არ ვმოძრაობთ, არ ვმოქმედებთ, ხო? შესაბამისად თუ არ იმოქმედე,
შედეგი არ დადგება, ხო? და ეს მოქმედება აუცილებელია რომ ყოველდღე იმოქმედო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეხლა ბევრს ეკითხებიან ხოლმე რა, ბევრ ადამიანს, რომ აი, კი, მაგრამ სად იყავი აქამდე 120 კილოზე რო ადიოდი, სად იყავი აქამდე რომ ამაზე ადიოდი, ხო? რატომ აქამდე არ ცადე? ეხლა ყველამ კარგად ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, რომ ყოველ ორშაბათს ზედმეტწონიანი ადამიანი ცდილობს, რომ წონაში დაიკლოს, ხო? აი ყოველ ორშაბათს ელოდება, რომ აი ორშაბათიდან დიეტაზე დავждები, აი ორშაბათიდან დიეტაზე დავждები, დაждდება, მართლა დაждდება, თქო, არ დაждდება, მართლა დაждდება დიეტაზე, ოღონდ რა თქმა უნდა, არასწორ დიეტაზე, ისეთ დიეტაზე, რომელიც თავშოთ აი რაღაცა წიწიბურას დიეტაზე, ხო? რაღაცა ბრინჯის დიეტაზე, რაღაცა მონოდიეტაზე, რომელიც მონოდიეტაზე რო დაждდება ადამიანი, რა თქმა უნდა კაი, დავუშვათ, დავიკლებთ, ხო, იმიტომ რომ რაღაც კალორიის დეფიციტია, რაღაც ტრალივალი, მაგრამ სამომავლოდ მოხდება ის, რომ ჩაო ტუტი, შენ იტალიური იცი? მაგრამ სამომავლოდ მოხდება ის, რომ როგორც კი მორჩებით ამ დიეტას, რომელიც რა თქმა უნდა 2 კვირა, 3 კვირა გრძელდება, დგება შედეგი ის, რაც დგება, ხო, ისევე ვიბატებთ წონაში. და ესე მე ისევე იწყება რომ ესე იგი ხორად დაიკლო ესე იგი 5 კილო იმ 2 კვირის განმავლობაში მე ისევე 2 კვირაში მოიმატა 10 კილო, იმიტომ რომ მოენატრა ყველაფერი, იმიტომ რომ შია ორგანიზმი არის დამშეული, ორგანიზმს ჭირდება საკვები, ხო? ანუ ჩვენი ანუ როგორც ვამხა მანქანა მოძრაობს ბენზინზე, ჩვენ მოძრაობთ საკვებზე, ხო? ანუ ჩვენი ბენზინი არის საკვები. თუ ადამიანმა საკვები არ მიიღო და ის საკვები, რომელიც მას ჭირდება, ხო, ორგანიზმს ჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ჩვენი მთავარი საჭმელი არის Duolingo. ოჩახშენ ჩვენი საკვები მასალა, საჭირო მასალა ჩვენი სხეულისათვის არის ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, ხო? ეს არის მთავარი ამბავი. ჩვენ თუ ცილას არ მიცემთ ჩვენს ორგანიზმს, დაგვეწყება მოთხოვნილება, რომ აი მინდა ტკვილი, ხო? იმიტომ რომ აი ეს მთავარი საშენი მასალა, რაც ორგანიზმს ჭირდება და არა აქვს, всё, ვიწყებთ ორგანიზმი იმშევა. შესაბამისად, როგორც კი გადავდივართ რაღაცა წიწიბურას დიეტაზე, მაგალითად, ან ბრინჯის დიეტაზე, ან კარტოფილის დიეტაზე და ანუ არ გვჭირდება. აი ეს პროდუქტი საერთოდ არ ჭირდება ორგანიზმს, ანუ არ ჭირდება. როგორც კი იწყებ ამ რაღაცა, ანუ არასწორ კვებას, ანუ არასწორი ადამიანი ხარ. არასწორ კვებას როგორც კი იწყებ, კი დაიკლებ, ხო? იმიტომ რომ დეფიციტში არის ორგანიზმი, დავიკლებთ, მაგრამ დავიკლებთ არა ცხიმის ხარჯზე, არამედ კუნთის და წყლის გამოფიტვის და გამოკლეთ ორგანიზმის გაუბედურების ხარჯზე. ჩვენი მიზანი თუ არის რომ დავიკლოთ წონაში და გავუბედურდეთ და მე ესე მოვიმატოთ, მაშინ კი ბატონო, შეგვიძლია ვაკეთოთ ნებისმიერი რამე, რაც გაგიხარდებათ, რასაც ინტერნეტში ნახავთ, მაგრამ თუ გინდათ რომ გახთეთ და ჯანსაღად გახთეთ და დაიკლოთ ცხიმი და არა კუნთი, არა რაღაც წყალი, არა ასე შემდეგ, როგორც იცით ის რაც ალბათ არწმუნებული ვარ ყველამ, ხო, ეს ყველაფერი, მაშინ უნდა ვიკლოთ ჯანსაღად. ეხლა უნდა დავისახოთ ყოველთვის რეალური მოლოდინები უნდა გქონდეს, ხო, ანუ არარეალური მოლოდინი ადამიანს არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ რაღაცა იცი რომ ეხლა იგი რა ვიცი, აი რომ მოიფრინო, მარსზე მინდა გავფრინდე, მაგრამ აი ზოგადად 10 კილოს დაკლება, აი 20 კილოს დაკლება მინდა 21 დღეში, ხო? ხო, ეგეთი რაღაც ზოგს აქვს ხოლმე ეგეთი ანუ უცნაური მოთხოვნები რა, ძალიან ხშირად წერენ. რამდენს დავიკლებ 21 დღეში? ჯერ ანუ ეს კითხვა ზოგადად, აი მაგ კითხვაზე რა მემართება, იცი, აი ხვდები რომ ადამიანი ესე იგი გარტყმაში არ არის ზოგადად როგორ მუშაობს ორგანიზმი. ანუ არ იცის რა, უბრალოდ არ იცის და ეხლა რამდენს დავიკლებ და მე ვთქვა 20 კილოს დაიკლებ, 10 კილოს დაიკლებ 21 დღეში რა უთხრა და ვარა, კაია 10 კილოს დავიკლებ, ხო, მაშინ მოვალ და მე აღარ დაიკლო 10 კილო ამ ადამიანმა, რა უთხრა ეხლა მე ანუ რომ მოვატყუო წინასწარ, ამიტომ როგორი რაღაცაა, იცი რომ არ კლება ყოველთვის არის ინდივიდუალური. ეს ნიშნავს რომ კლება არის ინდივიდუალური და ამას უწევთ ხოლმე თავიდან რომ კლება არის ინდივიდუალური. ოკეი, გავიგეთ რომ კლება არის ინდივიდუალური. რაღაცა მეკითხები, რამდენს დავიკლებ, ანუ მე რა ვანგავარ ნოსტრადამუსი ვარ, რომ გითხრა რამდენს დაიკლებ, ვერა, მაგრამ მე ვამბობ, რომ რეალურად შესაძლებელია, რომ ადამიანმა დაიკლოს 4-5 კილო 21 დღის განმავლობაში, ხო? ეს არის საიდან გამომდინარე, ეს არის პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ უყურებ, ხო, აი 10 წელია მე ამას უყურებ, 21 დღეში ადამიანები, რომ 4-5 კილოს ფაქტიურად ყველა იკლებს. შესაბამისად მეტის რა ქვია, მოლოდინს მაშინ არ გაგიჩენ.
გამორიცხულია რომ გაგიჩინო მეტის მოლოდინი, ხო? ეხლა უკვე როცა უკვე ადამიანი გადადის და უკვე ნახე დაიკლო პირველ ეტაპზე რაღაცა 5 კილო და ან 10 კილო დავშვით, ხო? დაიკლო, გავიდა ორი მარათონი, დაიკლო 10 კილო, ხო? მომდევნო მარათონებში შეიძლება წონა საერთოდაც ვერ დაიკლოს, იმიტომ რომ ორგანიზმს ახასიათებს ესეთი რაღაცა. ანუ რო დაიკლებს წონაში, მერე ამას სჭირდება შენარჩუნება, ხო? ესე ხო არის, ანუ დავიკელი წონაში და მერე კიდე დავიკელი. არა. მერე უნდა გაჩერდეს კლების პროცესი, უნდა ადაპტირდეს სხეული ამ ახალ წონაზე, უნდა, ანუ არ სულ კლებაზე არ შეიძლება, ხო, ორიენტირებული რომ იყოს. შესაბამისად, უნდა ვქოთ ესეთი რაღაცა, რომ ნახე დავიკელი, შენ ისედაც ძალიან პატარა წონა გაქვს და შენ 4 კილო დაიკელი, რამდენი კილო ხარ? 57 თუ რაღაცა, ხო? ეგ ძალიან მაგარია. ანუ შენ გაქვს იდეალური შედეგი და შენ ახლა აი ამ მარათონში რომ შეინარჩუნო ეს დაკლება, ეგეც უკვე არის უდიდესი გამარჯვება. ხვდები რაშია საქმე? ანუ კლება და შენარჩუნება უნდა იყოს მეგობარი. ანუ კლება და შენარჩუნება დაძმასავით, იმიტომ რომ როგორ არის ჩვენ ახლა რომ ვიკლებთ რა არის ხოლმე პრობლემა, ხო? ძირითადად რომ დავიკლებთ და მე ვიმატებთ ისევე, ხო? აი ეს არის ჩვენი პრობლემა და როცა უკვე შეიძლება, აი მაგალითად თუნდაც ახლა აი ამ მარათონში შენ რომ შეძლო ის რომ აღარ მოიმატო, ანუ ხო ჩვენ ხო ვიწყებთ ახლა მაგალითად აი სულ აი წონა ხო აი მას რა ქვია წინა მარათონში ვთქვით რომ შეჩერება არა აქვს, ხო? ანუ მატებას არა აქვს საზღვარი, თორე კლებას აქვს საზღვარი, ხო? ადამიანი ჩვენ ვიცით რომ შეიძლება ავიდეს 200 კილოზე, 300 კილოზე, ხო? რამდენიც გვინახე ხა მაგალითად ეს ამერიკული ფილმები რა რაღაცა ნამდვილი ამბები, ხო? რო არის ხოლმე დოკუმენტური ფილმები, როგორ წონაზე იყო ადამიანი და ავიდა 300 კილოზე და რო ვერ მოძრაობდა რაღაცა მადლობა 21 დღეში 3 და 749 ვარ, ეხლა 63 ვიყავი. ნეტა მე რამდენს დავიკრებ. ხო, აი არ ვიცი, აი ნახავთ რამდენსაც დაიკლებ და ყველა ესე იგი ყველა რახან ადამიანი, იმიტომ რომ ზოგი ხო თან კიდე გასგაშია, ზოგი სასწორი ურევს მოკლედ, ანუ ყველა სასწორი სანდო არ არის რა. იმიტომ როგორც ყველა ადამიანი არ არის სანდო, ესე ყველა სასწორი სანდო არ არის და ამიტომ მაინდა-მაინც ნუ დავეყრდნობით ხოლმე ამ რაღაცა იმას და თუ ხვდები რომ აი შეიძლება შარვალი იყოს თქვენი ისე რა ქვია საზომი ერთეული, ხო? აი ოღონდ ისეთ კი არა რომ რეზინაზე რო იწელება და რომ ამდენსაც მოიმატებ იმდენზე რო იწელება. ეგეთი არა. ანუ აი იმითი რო არის რა ქვია ღილიანი და რა ქვია ზმეიკიანი, ხო? როგორ არის ზმეიკა ქართულად? ნუ მოკლედ რაღაცა ესეთი, ხო? ანუ რომელიც ანუ ვარ გაიწელება, ხო? და აი ის იყოს თქვენი საზომი, რომ ხედავ რომ ავიკე ჩავიცვი всё, გამიდიდ და ორი ფეხი მეტევა ერთ შარვალში და წონა არ მიდის, ანუ რაში მაინტერესებს, ხო, რა წონა არის. ხო? ელოა. ელოა. მადლობა, ელოა. ნახე, აი როგორ მიყვარს რა რაღაცა ისეთ კითხვას. აი ესე ხო რა კითხვას რო დავსო ხოლმე წელს დაკავშირებით, ადამიანები ჩუმად არიან და არაფერს არ მკითხეთ რამე, მკითხეთ რა. არა. როცა ვიტყვი რაღაცას ეგეც რო აბა რაღაცა მე მოდის ხოლმე. მე 5 სანტიმეტრი მაქვს მოკლებული ორივეში 10 სანტიმეტრი. ხო, ამიტომ გაიზომეთ ხოლმე სანტიმეტრი დაწყების წინ აუცილებლად, ან აი ესეთი შარვალი გქონდეს, აი ჯინსი, რომელსაც ვერ ვეტევით მაგალითად რა. აი ვერ ვეტევით და ნუ ვერ ეტევი რა და ჩაიცვი ვიდეო გადაიღე რომ ვერ ეტევი, მე გადაიღე რომ ეტევი, მე რაღაც და ანუ ეს იყოს მამოწირო. ანუ შენ თუ ამ კვებაზე იქნები, ხო, ანუ კლება არის გარდაუვალი, ხო? და როგორც თავში ვთქვი, რომ ესე ვამბობთ, რომ აი ვიძახოთ ეხა რომ მოვედი და რომ ვიძახოთ ეხლა, ხო, ანუ რაღაცა როგორ მინდა ხალვა, როგორ მინდა ხალვა და ეხლა თუ არ წავედი, არ ვიყიდე ხალვა, თუ არ ჩავიდე პირში ეს ხალვა, თუ არ გავკეთე, ანუ არაფერი. ამიტომ თუ ეხლა მარტო ამიტომ ვიმეორებ ამას, რომ ამიტომაც მარტო რომ ეს ვიძახოთ, რომ ეხლა მინდა დაკლება დაიწყო, მინდა დავიკლო, ნუ კარჩენ, აი მთელი ინტერნეტი გადავატრიალეთ დედასპიცა ვარ, იმდენი გეძებით და ვერ გნახეთ და ბიჭო მაგრა გვეშინა და რა სად გაქრა და უცებ ელზა იპოვა და გამჭდე. ელმავალი. სუსტად ვაიმე ისეთი ფოტოები მაქვს მიზანს რომ მივახცე ამაყად დავდებ. რა მაგარია. ველოდი, ხო და ის ჩამი ფოტოები გადაიღეთ ეხლა მდე ფოტოები და ჩამიყარეთ პირადში. ყველა მაიცი როგორ წინიდან, გვერდიდან, ზურგიდან
ოღონდ ტრუსიკით რამე თქვენთვის შეგიძლიათ გადაიყოთ, ანუ თუ სამმოთ აპირებს დადებას და რაღაცა ბლოგერობას. მე ჩამიდეთ ისეთი ელასტიკებში რო ხართ, რომელიც გამოჩენა შეიძლება და რო არ შეგწყვებათ მე რომ ახლა ის არ დადო და რა. მოვედი 10 წელკაბაში აღარ ვეტევი. აი იმაში აღარ ეტევი. ამ მარათონზე ვაპირებ ჩემს 10 წლის ჩაუცმელ ჯინსებს. ამ მარათონში ვაპირებ ჩემს 10 წლის ჩაუცმელ ჯინსებს რო ჩაიცვა. ხო? მაგას აპირებ. ხო. და ეხლა კიდე ნახეთ რა არის. აი მაგალითად ადამიანები რომ იმაშვებიან რა ქვია ყიდულობენ კვებებს მაგალითად. ახლა რაღაც დღეს ვიყავი რაღაცა საიტზე სადღაც შემხვდა არ ვიცი. ტრენერმა დამინიშნავა ესეთი კვებაო და ადამიანი რომელიც ჯანს ქუძებზე ვარო მთელი ცხოვრებაო, ეხლა ეს ნორმალურიაო რაღაცა 50 გრამი რაღაცა რა იყო რა და იქ ანუ ესეთ ადამიანი ახლა კვებას მარტო კვებას რომ მოგცემს, ხოლმე მაგალითად კვებას არ ვყიდი ხოლმე რა, მარათონში ძალიან ბევრი მწერს ხოლმე რა, მარტო კვება მომეცი რა, მარტო კვება მომეცი. ხა მარტო კვება რომ მოგცე, ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მომგებიანი არის, აღარ უნდა დავატებ რაღაც დაღას და კვებას ვყიდი, გავაკეთე ეგრე ხოთა შორის რამოდენიმეჯერ, მაგრამ ესეთი რაღაცები არ მუშაობს. ადამიანს არც კვება შეიძლება დაგიწეროს მაგალითად GPT-მ, chat GPT-მ, ხო, ყველა მიცდის chat GPT, ხო? ანუ რაღაც ინტერნეტში მართლა დეიუს აიტონა ეს კვებები და რაღაცები, ხო, ეს ჭურღულაშვილი და ასე, ყველა კვება მისაწვდომი არის ჩვეულებრივად. მაგრამ ადამიანს ეგ არ ყოფნის, ხვდები? ადამიანს და განსაკუთრებით ზედმეტ წონიან ადამიანს ჭირდება რომ ყავდეს გვერდში თანაგუნდელები, თანამოაზრეები, ისეთი ადამიანი, რომელიც მას გაუგებს. აი კონკრეტულად მას გაუგებს. ეხლა რა ხდება? აი ძალიან ბევრი ახლა რაც ხდება ხოლმე, ხო? ანუ აი არიან გამხდარი ადამიანები, რომლებიც აი მართლა გაგებაში არ არიან მე რას გრძნობ იმ დროს, როდესაც საჭმელს მართმევენ. ანუ მე აი საკვებ დამოკიდებული ადამიანი აი დიეტაზე და აი ამ ჯანსაღ კვებაზე დაждდომას აღიქოს ხოლმე ყოველთვის როგორც აი მართმევენ ძვირფას. ანუ როგორც აი შენი საყვარელ ადამიანს უშორდები, ხო ხტები ეგეთი რაღაცა არის და აი წინა დღეს რასაკეთებენ ხოლმე როგორც წესი რომ აი ჟდებიან და ჭამენ აი რაღაც ძალიან ბევრს შეჭამენ რომ აი ხვალიდან ვემშვიდობები და რომ წერენ აი თამა ეხა ვემშვიდობები საჭმელს და მოდი დღეს უნდა ჩავსესწყო და რაღაც და აი შაბათიდან ანუ ეს წელავენ ხოლმე ამ რაღაცას რომ აი შაბათკვირას მოვასწრო ჭამა და რაღაც ხო ანუ ესე იქცევა წონიანი ადამიანი, ზედმეტწონიანი ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვანაირი ფსიქიკა. აი ნუ როგორ ახსნა, აი ამას გაიგებს მარტო ეს ადამიანი, ვინც ამას განიცდის, ხვდებით? ვინც ამას არ განიცდის, ის ვერ გამიგებს და ის რომ მეტყვის რომ წიწიბურა ჭამ, მაგით მამიდა ჩემი რომ დასვა ეხლა იმას რა ქვია 50 გრამ რაღაცაზე, თუმცა ცხოვრებაში ტონის პრობლემა არ ქონია. თუ ეტყვი ეს შეგჭირდება, უპრობლემოდ, ანუ ისე უპრობლემოდ გააკეთებს და დაждდება, გაალაგებს ისე და ანუ ნერვიც არ მოეშლება რა და იცის რომ ესეა რა. ხიკას დამამშვიდობი ამ წამს. ამ წამს როგორ დამშვიდობე დღეს ხوارჭა. ერთი წუთი ერთად ამარათონში ვაპირებ ჩემს ატრის შემოძიებას, ზუსტად ტრუსიკი მაქვს, მე მაქვს ერთი კაბა რომ საოცრებად უნდა ჩავეტიო, აუცილებლად ჩაეტევი დარწმუნებული ვარ და ყოველ შეხედვაზე ვეუბნები საკუთარ თავს, ის არაქალის სხეული, ეს კიდე კალაბოკი, რომელიც უნდა გამოვთავო და არასალი უყურე. შეხანახეთ ჩვენი თავარი მოკლედ ძალიან ბევრი რამეა ხომ შეიძლება ხშირად თქვა, მაგრამ უნდა დავიწყოთ მიღება რა აი ამისი რაც არის და უნდა ვაპატიოთ ჩვენს თავს ეს მდგომარეობა რა მდგომარეობაში ახლა ვართ რა აი პატიება და სიყვარული და ზრუნვა ანუ ზრუნვა უნდა იყოს ახლა მთავარი მამოძრავების ეხლა ადამიანი რომელიც ნახე ყველა იძახი რომ აი ყოველ შეხედვაზე რომ ეუბნები აი ქალს მაგალითად გიყვარს შენი შვილი და ყოველ შენი შვილი რომ გამოჯანმრთელდეს და ყოველ დღე ეუბნები რომ ას გავხარ ფუში ავატყოფო ფუში ანუ ეგეთ რაღაცას რომ ეუბნები ის ბავშვი ანუ რა სიზამს გამოჯანმრთელდება ანუ მოუნდება არა ეს ხო არის აი და შეიმინგებას ეხლა რო იყენებენ ხო ანუ საკუთარ თავს და შეიმინგება და ესეთი ნახე დაბალ ვიბრაციებზე გადაყავხარ ჩვენ ვიცით რომ მე დაგიდებთ ამას რომ აი ყველა ეს სურვილების და რაღაცა ყველაფერს აქვს თავისი ვიბრაციები ხო და როდესაც ჩვენ აი ამ დაბალ ვიბრაციებზე ხარ ხო აი ამაზე რა ის სირცხვილის გრძნობაზე რაღაცა
სიძულვილზე და ასე შემდეგ ხო ესეთ რაღაცებს მით რო იწყებ რაღაცა ხო იმ სურვილს შენ ვერ მოიზიდავ შანსი არ არის იმიტომ რომ ვერ მოიზიდავ გამორიცხულია იმიტომ რომ ძალიან დაბალი აი ესე მიზიდულობის ისა აქვს რა აი ამ ვიბრაციებს ხო ამიტომ შენ როცა გადადიხარ აი სიყვარულით როცა უდგები ხო აი ძალიან მაგთხენ ეს ვიბრაცია გაზომილია სხვათა შორის და მაქვს შკალა რომელიც წელია აი როგორი ესენი აქვს რა ვიბრაციები ხო მაგრამ ეს სიყვარულს აქვს 700 და უშუალოდ გაგებას იმას ამას ხო ეგეთ რაღაცებს აქვს ძალიან მაღალი ვიბრაციები და შესაბამისად ასე უფრო ადვილად მოიზიდავ ამ შენ სურვილს ამიტომ ყოველ დღე უნდა უთხრა შენს თავს რომ აი ძალიან მაგარი ხარ მე აუცილებლად ყოველ დღე შეახცენე რა გინდა ხვდები? ანუ ჯერ უნდა ჩამოვაყალიბოთ ძალიან კარგად ეს თქვენი მიზანი ხო აი რა მინდა რას ველოდები კონკრეტულად აი ამ მარათონისგან ხო? შენ თუ დაუსახავ რომ ამ მარათონისგან ველოდები 30 კილოს დაკლებას ხო? ეს იმენად არარეალურია და ამას შენ რა ხარ რომ ვერ მიაღწევ 21 დღეში ხო? დარჩები გიქნები ფრუსტრირებული და მე ვიტყვი რომ აი კიდე არ გამოგიმიდა შენ ვერ მიხვდი შენ მიზამდე იმიტომ შენ ეგეთი მიზანი ქონდა დადებული და რაღაცა და აი ეს დაიწყებ ეგეთ რაღაცებს როგორც უკვე მიაღწევ ხო 5 კილო თქვით ხო და არ 4 კილო თქვა კიდე უკეთესი იქნება ხო რომ უფრო აი ამდენის დაკლება მინდა ამას რო ასრულებ ხო მე როგორ აქვს თუ გეიბატება თვით დაჯერებულობა თან რაც თავარია ახლა ეს არის ისეთი კვება რომელზეც ადამიანს შეუძლია რომ იყოს დიდი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხო ეს არ არის შიმშილი ეს არ არის ძალიან დიდი წნეხი ეს არის უგემრიელესი კვება აი ოღონდ უგემრიელესი კვება მართლა თქვენ მე გაიგებთ ახლა ეს როგორ და რანაირად არის ხო ეს უამრავი რეცეპტები ჩემს დიდ ჯგუფში დევს ხო იქიდან შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ეს ძველებს შეუძლიათ იმიტომ რომ ვინც უკვე კარგა ხანი არიან და ეს მენიუს და მიყვებიან და ასე შემდეგ მაგრამ თქვენ აი ახლები ვინც ხართ ანუ ვისაც კიდე ვინც ახლები შეიძლება არ ხართ მაგრამ ძველები ხართ და ნუ გინდათ რომ კარგი შედეგები დადოთ ხო ეს თავიდან იწყებთ მაინც რა კიდე თავიდან რომ იწყებთ ჯობია რომ მიყვეთ მენიუს იმიტომ რომ მენიუ არის შედგენილი ისე რომ დადოთ ძალიან მაგარი შედეგები მაგრამ თუ ხვდებით რომ განსაკუთრებით რაღაცა აი ტყბილის მოთხოვნილება და რაღაც ცომის მოთხოვნილება და ეგეთი რაღაცა ანუ გინდათ ხოლმე მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ დილას რომელიმე ნამცხვარი და რომელიც გინდათ რომ აიღოთ მითხარით ოღონდ რომ აი ეს დილას შეიძლება რომ აი ეს ნამცხვარი გავიკეთო ოღონდ ჩემს ჯგუფში რომელიც დავს მხოლოდ ისინი და არა ინტერნეტიდან მოტანილი რაღაცა ბანანიანი და რაღაცნაირი რეცეპტები ხო არა აი კონკრეტულად ჩემს ჯგუფში რომელიც დევს ჩემი დადებული რომელიც არის აი ეს რეცეპტები ნახეთ ხოლმე მხოლოდ და ის მითხარით სხვისი დადებული არაფერი არ მინდა მოვედი წინ ტიქნიკას წავიკითხე და ყოველ შეხედვაზე ვეუბნები საკუთარ თავს ესეც წავიკითხე ზუსტად რუსი ეს წავიკითხე ორი რაღაც არ მიჩვენებს ოკეი რა მოყვება მაგცია აგრესიულად რომელმა კვებამ არ ჭრის კვების ყიდვა 10-აზე ვიცი ყველაფერი და ვერ ვქენი მაგალითი იყიდე შენ რომელი კვება იყიდე კამპტონო ნუნუკა საინტერესოა გაგებით всё მე ვიწყებ ანუ არ ქონდა დაწყებული თუ რა ხდება თამარა მაგრად გამოიყურები საფრაზე გეტყობა რომ დაკლებული ხარ ეხლა მაკიაჟი მაქვს გაკეთებული არ დამეზარა ანუ მე დღეს არ დამწყია არ ვიცი როგორ უნდა დამეწყო სად დევს მენიუ დღეს დამაყოლეთ ანუ პირდაპირ ჯგუფში შედიხარ ფოტოებს დააჭირე და პირდაპირ დევს მენიუ 8 დღის მენიუ მიდევ შეჯერობით რომ წინასწარ არ გადენინოთ ისინი რა ქვია დორბლები და მე დაიდება კიდე 8 დღის ან შეიძლება ბოლომდე დავდო მე 21 დღის მენიუ ჩვეულებრივად ჯგუფში პირველი პოსტი რაც დევს კვების პოსტი ამიტომ ჩასკროლე და ნახავ ან ფოტოებს დააჭირე და ნახავ აწერია პირველი მეორე დღით ან ხო ეხა წესებზე გადავიდეთ მოკლედ კიდე არა მე პრობლემა მართლა ვისწავლე და ვერ ვქენი ეხა ნახეთ ყოველ დღე ვდებთ კვების კოლაჟებს ჩემი ანუ სადაც წერია ხო ეს პირველი და მეორე დღე რო არის მე მესამე და მეორე დღე ხო აი იმის ქვევით ანუ ეხა პირველი და მეორე დღე რო წერია მაგის ქვევით გოგოებთან და უკვე კოლაჟები ხო ამიტომ თქვენ ხვალიდან ვინც ხვალიდან იწყებს დადევით იქ კოლაჟები თამა იქ 7 რატო წერია მე 7 ხომ ცილა ეხლა არ იქნება ანუ ამ ჯერზე არ იქნება ანუ ეს იქნება 7 8 იქნება და იქით იქნება მე ცილა ეს მაგრამ ეს იგივეა პრინციპში ცილის დღე გამოდის ისევე თუ დააკვირდი როგორი დღე არის ცილა არა ეხლა ანუ ეს ანუ ესე მიყევი ზუსტად როგორც არის გაკეთებული ეგეთ იქნება კარგი
ესე იგი, წყალს, მოკლედ წყალსაც შეეხება. ეხლა წყალი გავიგოთ. ეხლა ნახეთ, წყალი ყველამ უნდა გადამრავლოს თავის წონა 0.33-ზე და მიიღებს თავის წყლის დოზას. ამიტომ ყველას აქვს თავისი წყლის დოზა. ხო? ანუ თუ ხარ 100 კილო 300-ია, თუ ხარ 58 კილო რაღაცა ლიტრა და რაღაცა არის რა. ამიტომ არ უნდა დალიო, მაინდამაც არა ხანო იმათ ხო 2 ლიტრა დავლიო თუ 3 ლიტრა დავლიო, მე 3 ლიტრა დავლიო, ეგრე არ გამოვა, ხო? ანუ ყველა თავისი დაიანგარიშეთ. ჯგუფში დავდები ასევე ვარჯიშები, ხო? ნახეთ ალბათ ყველა. აგერ ქეთი მითხრა რომ რამდენი ხანი უკვე მარათონში არის, მე მგონი 5-6 მარათონი თუ მეტი არ ვიცი, მოკლედ მარათონში არის და პირველად ვივარჯიშებო. ანუ პირველად ჩავრთე ვიდეოს ზოგადად და ვნახეო. ეს არ ქნათ, ანუ ნახით მაინც, ანუ თუ არ ივარჯიშებთ, ნახეთ მაინც მთლიანად ეს მთელი ვარჯიში, ისე არ ქნათ, რომ იცი რა, მე მაინც არ ვივარჯიშებ და არ უყურებ ამას, ეგ ვარჯიშები არის, ძალიან კარგი ვარჯიშები. თიდანის ვარჯიშები არის, თქვენ იცით ალბათ ეს თიდანი, შეიძლება არ იცით, მაგრამ ეგეთი ტრენერი არის, უმაგრესი, რომელიც წლებია მუშაობს, უმაგრესი ქალბატონი არის და ძალიან მცოდნე და ეს ვარჯიშები არის, აი ეს თანმიმდევრობასაც აქვს მათ მნიშვნელობა, შედგენილი სპეციალურად ჩემი მარათონისათვის, ეს ვარჯიშები არის დამზოგველი ვარჯიშები სხვათა შორის, მაგრამ აი ნებისმიერი წონის ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს, არ არის რომ იბინე და გული ამოიგდო და ეხლა ანუ ეგეთი არ არის რეალური ვარჯიშები, ხო, ანუ რაღაცა მაგალითად ძალიან ბევრია ისეთ რაღაცა უაზრო, აი, მაგრამ არ შეიძლება, ნახე, 100 კილოიან ადამიანს, ხო, არ შეიძლება გააკეთებინო ეგეთი უაზრო ვარჯიშები, რომელსაც იმისა ის ფეხის ტერფი, გული, ყველაფერი, ანუ ვერა, ანუ არ შეიძლება, ხვდებით და აი ეს არის ნელი ჩვეულებრივი ადამიანური ვარჯიშები, რომელიც ანუ ამუშავებს ყველა კუნთს და კუნთი, როცა არ ჭირდება ჩქარი ვარჯიში კუნთს, ხო? კუნთს ჭირდება ნელი ვარჯიში, როცა კუნთი განვითარდება, ხო, მაგ კუნთის ირგვლივ იწვება ცხიმი. ამიტომ არის ეს ძალიან კარგი არის გაწელბების გაკეთება, რომელიც იქ არის რა, ამაში რა ქვია, ვარჯიშებს, ზოგადად კარგი ვარჯიშებია რა. ვინც აკეთებს აი ამ ვარჯიშებს, აქვს უმაგრესი შედეგები. ანუ მე მაგალითად რომ ვაკეთებდი ამ ვარჯიშებს, დავდიოდი მოკლედ აი ამ თიდანიში და კვებას არ ვიცავდი. მაგრამ შედეგი ვიზუალურად მქონდა ისეთი, რომ აი ვიყავ შოკში, იმიტომ რომ აი დავინახე კოჭი, დავინახე მუხლი, დავინახე ყველაფერი ანუ ისე გთლის რაღაცნაირად აი ფეხს იმას გიშვე, აი ფეხს კი არა და სხეულს გიძერწავს რა და წონაში დაკლებული არ ვიყავი სხვათა შორის, იმიტომ რომ კვებას არ ვიწავდი. და მაგრამ ვიზუალურად მქონდა ძალიან თან რა თქმა უნდა ვიყავი ძალიან აი ეს რაღაც ჯანზე და რაღაც ხედია ხალიონაერო იტყვია. მეც ვარჯიში როგორც ხარ ფეხით რო ვიარო, ფეხით რო იარო ძალიან კარგია და აი ძალიან კარგი იქნება რომ 10,000 ნაბიჯი რო ყოველდღე შეასრულო, თუ ეხლა 10,000 თუ მეტის შეასრულებ უკეთესი, მაგრამ 10,000 კარგია. ახლა ზამთარიერი ვიცი რომ დაგეზარებათ ყველა სიარული და ამიტომ ჯობია რომ სახში მაგრამ ვიცით არ დაგეზარებათ, მოკლედ ანუ კარგია რომ რაღაცა მოძრაობა გააკეთოთ. კარგი იქნება ასე რომ თუ სახში ლიფტით მოძრაობთ, რომ ლიფტზე თქვა თუ არის და ფეხით ახვიდეთ. აი მაგალითად ნახევარი საათი რომ ახვიდეთ მეცხრე სართულზე ჩამოხვიდეთ, ხო მაგალითად კორპუსებში ხარ და შეგიძლიათ რომ სხვასთან ახვიდეთ, ხო უბრალოდ ახვიდეთ კიბეზე, საკმარისი იქნება. აი ნახევარი საათი ადი ჩამოდი კიბეზე 100 ჩამოსვლა არის ყველაზე კარგი ვარჯიში სხვათა შორის. კაი, ეხლა კვებას რაც შეეხება, მკითხეთ რამე თუ გაინტერესებთ. ესე იგი ორკოს კატოზე მეც არ ვიღებთ. პირველ დღეს ახლა არ მქონდა ჩვენა კატო, ხო, აი ამ მენიუში. იმიტომ რომ იმიტომ არ არის ხა ყოველ დღეს აუცილებელი რა, მოკლედ მე ნახავთ, აჯობია რომ მიყვეთ მენიუს, მაგრამ როცა შემოვა კატო მენიუში, ესე იგი ორკოს კატოზე მეც არ ვიღებთ, იმიტომ რომ კატო არის ნახშირწყალი, მაგრამ კატოს ვიღებთ აუცილებლად, იმიტომ რომ შვრის კატო არის ყველაზე სასარგებლო რაც შეიძლება ჩვენს ორგანიზმს უკრათ და გაუკეთოთ და ეგ გვეხმარება კლებაში, მოკლედ და ისე არ ხდება, რომ იცი რომ ახლა ნახშირწყალი რა ხარ, მე ახლა ამას არ მივიღებ, არა, ესე არ შეიძლება, უნდა მიიღოთ, მაგრამ აი თუ არ მიიღებთ მაგალითად სახამებელს, ეგ იქნება ძალიან კარგი.
ბოლო კვება რომელზეც ან ჩვენ დროები არ გვაქვს, ანუ როცა გინდათ თქვენს გრაფიკზე მოვაწყვეთ, მაგრამ ბევრი ადამიანი თავის თავს მაინც ლიმიტს უწესებს ხოლმე და აი ამბობს რომ 6-ის მერე არ ვჭამ, მაგალითად აი 7-ის მერე არ ვჭამ, ხო, ეს რაღაცები აქვთ, მაგრამ მე თქვენ ლიმიტს არის, თქვენ როგორც გაგიხარდებათ, თუ გშია, თავარი არის ჩემთვის შენ არ გშიოდეს, ხვდები? თუ გშია, სულ რომ ღამის 10 საათი იყოს, შეგიძლია რომ ჭამო რა, ის რაც გაქვს მენიუში. ხორბლის კატო ვერ ვნახე აფთიაქში. არა უშავს კაცო ხო გითხარი, ვერ ნახე. არა უშავს, არ ვიყიდოთ მაშინ. შვრიის კატო ვიხმაროთ მხოლოდ. ისე იყიდება ჩვეულებრივ კარფურში, ნებისმიერ გუდვილში, რა ვიცი, ყველგან იყიდება, ანუ დიდ მარკეტებში იყიდება და სად იყიდება კიდე? აფთიაქებშიც იყიდება. იცით, მაინტერესებს მაწოლი როცა საღამოს კვება ქიშმი. რა ქიშმი? არავითარ შემთხვევაში. ქიშმიში ან ფინიკია, რომელი ხილი არ შეიძლება. არა, ნახე, შეგიძლია თუ დატკბილი გინდა რომ იყოს რა, დამატკბობელი შეგიძლია დავუმატო, მაგალითად მე ვაკეთებ ხოლმე, აი ესე, ტკბილი რომ მინდა ხოლმე, ხაჭოს ვუმატებ დამატკბობელს და ვუმატებ ხოლმე კაკაოს ერთ კოვს, იმიტომ რომ რაღაცა ამ ბოლო დროს ის კაკაოს მოთხოვნილი შოკოლადის გემოთი მინდა ხოლმე რა, ეხლა და всё, ეგრე, ანუ ხილი საღამოს არ გვინდა. ხილი მარტო დილას, აი ეს რაც გვაქვს ხოლმე, ხო, აი ქოქონა დღეს გრეიპფრუტი და რაღაც ის. საღამოს ხილს არ ვჭამთ. რატო არ ვჭამთ? იმიტომ რომ ხილში არის ფრუქტოზა არის იგივე შაქარი, ჩვენ ერთ წესი გვაქვს ხოლმე. ნახე რაღაც ოზაზე რაც ვთავრდება, ნახე ფრუქტოზა, გლუკოზა, სახაროზა, ლაქტოზა, მალტოზა, დელტოზა, აი ოზაზე რაც ვთავრდება, ყველაფერი არის შაქარი და შესაბამისად შაქარი ჩვენ არ გვაწყობს ხა კლების პერიოდში მით უმეტეს. ახლა მე თუ გახდები და უკვე შესასრულო შედეგზე იქნები, მე შეგიძლია ჭამო ხილი, მაგალითად, თუმცა გახდები მე. მაგრამ საღამოს ზოგადად ხილის ჭამას არასდროს არ გირჩევ, არასდროს. ანუ ხილის ჭამას არ გირჩევ არასდროს, რომს გახდები მაშინაც. აი დღე შეგიძლია რომ ჭამო. კი, საშენო კი არა, საყველაო ყოფილა ეს დიეტა. კითხვები კიდე გაქვთ ხალხნო? კიდე ანუ ხო, ესე იგი ხორცს რაც შეეხება, აი ცილა მაგალითად ერთი წუთი ახლა ჩავხედავ, მოდი მე მოკლედ მენიუს. რომ ეს 8 დღე გავიაროთ კარგად. აი ნახეთ, ეხლა მაგალითად ქათამი რო გვაქვს, ხო? ქათამი. ეს დოზა რომ მიწერია 500 გრამი, ეს დოზები მიწერია ხოლმე პირობითად. თუ მაგალითად არ გყოფნის და კიდე მოგშივდა, ხო, ისევე ეს ქათამი აი ხაჭასთან ერთად რო გვაქვს, ხო, ეს გაკეთებული. მცენარეული ნარევი ზოგადად რას ნიშნავს? მცენარეული ნარევი ნიშნავს სუნელებს. მე მგონი ზოგ ზეთი ეგონა, ხო? როგორც მივხვდი. არა, ანუ მცენარეული ნარევი, ანუ რაღაც ქინძი, ისე რა ქვია, კამა, აი ეგეთი რაღაცები. ვახშამი რო გვაქვს მაწონი, აი მაწონში შეგიძლია დავუმატო დამატკბობელი და კაკაო. ეგ შეგიძლია გააკეთო. მე მგონი აქ ყველაფერი გასაგებია პირველ მეორე დღეს. მესამე დღე ნახე საუზმე არის ელარჯი. ელარჯი ნიშნავს რომ ესე იგი ნახე უნდა აიღო 2 კოვზი კატო, ნახე კატო არა მიწერია, აი 2 კოვზი კატო. ხაჭო შეგიძლიათ არ უქნათ თუ არ გინდათ და ხაჭოს მაგივრად უქნათ აი მარტო ყველი გააკეთოთ, აი მაგალითად მე ესე ვაკეთებ ხოლმე, ნახე, უბრალოდ ხაჭო ძალიან აბევრებს რა და აი ბევრი გამოგდის რა. თუ არ გინდა რომ ეს ბევრი იყოს, რაში წვავთ ჩვეულებრივად, რას წვავთ მითხარი? ქათამს გრილში ვწვავთ. და ნახე, აი აუცილებლად ცადეთ რა ეს ელარჯი, იმიტომ რომ ისეთი გემრიელი გამოდის, რომ აი გაოცდებით. ხო, ეს ნახე 2 კოვს კატოს ვიღებ, 30 გრამ ყველს ვახეხავ და ერთ ცალკე ყუმი კვერცხი ჩაუშვით მაგაში მთლიანად და 100 გრამი წყალი. ამას ესე იგი ყველაფერს რო აურევთ, შეიძლება ცოტა ხაჭო გეუქრა თუ გინდა და დაბალ ცეცხლზე ესე ვურევ და ზუსტად გრილზე ვწვევთ. და ზუსტად 2 წამში გამოდის. გრილი გააქვს? ანუ ჩვეულებრივი გრილი რო არის, ხო იცი? ანუ ეხლა რო ყველგან რო იყიდება. მაგაში დადებ ამ გრილზე და შეწვავ. ან ჩვეულებრივად დუხოვკაში შეწვავ. ხო? ან ტაფაზე შეგიძლია შეწვავოთ, რომელიც არ იკრავს ეგეთ ტაფაზე.
და მოკლედ ეს ელარჯის ამბავი გავიგეთ. უგემრიელესი არის. აუ თამო გაღადაო, მე ხო კულინარიაში ნოლი ვარ და ხაჭოს ვარენიკებზე კვერცხი არ უქენი და ხაჭოს სულ დაიშვა. ეს ისედაც დაეშალათ გოგოებს, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ზოგმა დაამუყამა, ზოგმა ვერ დაამუყამა. მერე ნებისმიერი თევზი ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად, ხო? ეცადეთ რომ ბოსტნეული, ცოცხალი ბოსტნეული შეცვრო, არა ცოცხალი ბოსტნეული რა შეიძლება იყოს? სალათის ფურცელი, ხო? მწვანე ხახვი, რუკოლა, ანუ აი ესეთი რაღაცა მწვანე ბოსტნეული. ეცადეთ რომ მწვანე ბოსტნეული იყოს, რამდენიც გინდათ, ანუ რამდენიც გაგიხარდება და თევზი შეიძლება იყოს თინუსის კონსერვიც, მაგალითად თუ დოშოთ გეზარება, მანათა თევზის გაკეთება, ხო? ანუ ან ნებისმიერი ხეკი, ორაგული, სკუმბრია, ოღონდ არ უნდა იყოს ზედში ჩადებული თევზი, ხო? და რაღაცა შებურილი თევზიც არ გვინდა. ანუ ჩვენთან ვიყიდოთ თევზი, ჩვეულებრივ ხეკი, ხო? დაუშვათ. და გრილზე დადევით ესე, ჩართეთ რაღაცა 30 წუთზე. მორჩა, არა გადასარევი გემრიელი გამოდის, ისეთი რომ აი მართლა გადაირევით რა. გადასარევი გადასარევი გამოდის, მართლა ძალიან კაი ყატელი გამოდის. მერე ვახშამი. ეხლა ნახეთ, ვახშამის შემწვარის კვერცხით არის ლორი. ნახეთ ლორი და შაშხი არ არის ძეხვი. მიხვდით, ანუ ძეხვი არ იყიდოთ. იყიდეთ შაშხი, ან ინდაურის შაშხი. პირდაპირ ნიკორა შედიხარ აწერია შაშხი ან ლორი რო აწერია, ეს იყიდეთ. ხო, ეგ არის ხორცი. არ არის შიგნით სახამებელი, არაფერი შიგნით არ არის და აი კალბასები და ძეხვები და რაღაც ეგეთები რო არის, ეგ არ გვინდა. და კვერცხი აი კვერცხის შეწვასთან უკვე შეგიძლიათ გავუკეთოთ აი ოდნავ კარაქში 10 გრამიან ესე ხო კარაქშთან ერთად შეწვათ. გამოდის ძალიან გემრიელი და შეგიძლიათ ახაც მიაყოლო კიტრი და პომიდორი, ხო? ეს არის მესამე და მეოთხე დღე. მერე მეხუთე და მეექვსე დღე. ნახე გვაქვს ხაშლამა. ხო? ანუ ხაშლამა რა არის? მოხარშული საქონლის ხორცი. ან შეგიძლია გავაკეთოთ როგორც ჩათუშოთ ტომატის პასტასთან ერთად როგორც რა ქვია ხარჩო ან როგორც ჩახოხბილი თუ საქონლის ხორცი არ გაქვთ რა ვიცი მე ძვირია ვერ ყიდულობ შეგიძლიათ იყიდოთ ქათმის ხორცი არ არის პრობლემა ასევე შეგიძლიათ რა ვიცი ნებისმიერი ხორცი რომელიც გაგიხარდება თქო თავი რომ ხორცი იყოს ხვდებით ანუ ეს ხორცი არის მთავარი რაც ჩვენ გვაკლებინებს ამიტომ ხორცის ამოღება არ შეიძლება და ნუ საღამოს ესე კი კატლეტი ხო ის ან შეიძლება ისე ან თევზი იყოს ან ქათამი იყოს მაგალითად აი თინუსის კონსერვი არის ხოლმე ძალიან კარგი ვარიანტი ხოლმე ჩემთვის აი თინუსის კონსერვს გადავიღებ ხოლმე უსით ხო ის უსეთო რომელიც არის და კვერცხთან ერთად ტაფაზე ვდებ ხოლმე რაღაც სრულელებს ხავხს ვაყრით და გადასაი წამებში გამოდის როგორ გადასარევი ვახშა მიცი რომ აი განაყრებს გადმეშვებთან მარტივია და მოკლედ ანუ კაია მოკლედ მე ძალიან მიყვარს. წარმატებები და ეს ყავის პანაკოტა რო გაქვს ხო საღამის გუბთა გასაგებია ხო გუბთა ძალიან მარტივი გასაკეთებელი არის ჩვეულებრივი გუბთა და აჭარულიც ცადეთ აუცილებლად არ დაგეზაროთ იმიტომ რომ ისეთი გემრიელი აჭარული გამოდის რომ აი რა ვიცი ცხოვრება გაგიხარდება თქოს მართლა და აი ყავის პანაკოტა რას ნიშნავს ხო ეს არის იგივე აჩვენებთ ბლუმანჟე რო არის ხო ეგეთი რაღაცა მე მაგალითად ადრე სანამ ამ კვებას შევიცნობდი ვამბობდი რომ არ მიყვარს ჟელატინები და ეგეთი რაღაცები ფუ ერუჭამ ასე ვამბობდი ხო ხაჭოზე ორსულობაში ხაჭო არ მიჭამია იმიტომ რომ ფუ ეგეთი რაღაცებს ვამბობდი ხოლმე რომ ვითომ აი რაღაც მოგე ეხლა გიჟდები ისე მიყვარს ანუ რატო არ უჭამდი ჩემამდე რომ აი მართლა ვერ ხვდები ოღონდ ჩვეულებრივი ხაჭო მართლა არ მიყვარს რა ანუ არაფრის გარეშე ხარ მარტო ხაჭოს ესე ვერ შევჭამ მაგრამ დამატკბობელთან ერთად იქ რაღაც კაკაოსთან ხანდახან ქოქოსის ფანდას რომ მოყრე რაღაც ისეთი გემრიელი არის რომ გიჟდები ისე მიყვარს და ეს პანაკოტა მოკლედ ანუ ძალიან მარტივი გასაკეთებელია ჟელატინი უნდა იყიდოთ არა ჟელატინი ხო ზოგი ყიდობს ხოლმე ჟელეს ხო გრილში ან იმაზე როგორ დუხოვკაში დუხოვკა ხო სადაც გინდა იქ ხო დუხოვკაში ტაფაზე არ გამოდის ყოველ შემთხვევაში რა ანუ ან გრილი უნდა იყოს ან უფრო დუხოვკაში გამოდის უფრო კაი ანუ ქვედაწვაც თუ ხა იმ გრილს ქვედაწვაც აქვს და ზედაწვაც აქვს მაშინ მოკლედ ესე მე მგონი გავიგეთ
ხო გავიგეთ. კითხვები თუ არ გვაქვს ვამატებ ეხა ნათიასთან უნდა გქონდეს ხა ინტერვიუ. უნდა კითხვა, ეს კითხვები უნდა დაგიწერეთ, ხო იცით მარათონში პასუხი გაიცით მეთქი. ნათიას უნდა დაუსვა პირდაპირ ეთერში ეს კითხვები და ნათიამ უნდა გვიპასუხოს. მოკლედ, ქალბატონო ნათია, თუ აქ ბრძანდებით, ეხლა მე თქვენ დაგამატებთ. ნათია, ჩემო ნათია, არა უსაშველოდ მენატრები. ვარ საყვარელო, აქ სად წავიდოდი? აქ ხარ, მაგრამ მე ხედავ შავად. ერთი რატომ მე შენ ხედავ შავად? მე შენ თავს ხედავ, მაგრამ შენ ვერ ხედავ საყვარელო და ესე იგი იგივეა. ეხლა არა უშავს. ეხლა ჩავხედავ აქ მაშ ტელეფონში როგორ ჩავხარ. აი ხო, ორივე ვინც გვისმეს, ორივეს ვხედავდეს, თორე მე და შენ ერთმანეთ. გამიქრა, გაიცით? ხალხო, ორივეს ხედავთ დაგვიდა. კი, აგერ თურმე ჩანხარ. კი, ჩანხარ. შენ ხო ვერ ხედავ. ვაიმე, რა ლამაზი ხარ, ნათია. მე ხომ წემსის ცოლი ვარ ლაივში, როცა ვარ ხოლმე წემსის ცოლივით საღამოთი ვიბრანჭი. ვაიმე, ესე იგი, ხალხო, ნათია არის ჩვენი მოკლედ მარათონელი, რომელიც იყო 103 კგ და ეხლა არის 62 კგ თუ 61 კგ და ნახეთ, ანუ დაიკლო რა გამختარია და ეხლა ნათიას ორივე ჩახართ ძალიან კარგი თუ შეიძლება. ნახე რა ლამაზი ხო და ნახე ანუ ესე იგი არის თუ არ ჩანს ნორმალურად ვართ, მაშინდელი ვით არ გამოვიდეს თამოგახსოვს. შენ ჩახარ გადასარევად და ჩემი სახე ჩანს რა თქმა უნდა ტელეკრანზე. მთელ მოდებული ვარ, მაგრამ ესეთი თვალები მაქვს რომ უნდა მხედავ, ხო იცი. ჩემი თვალები უნდა ჩან. ხო და იცი რა ვსაუბრობ, ნახე ესე იგი არაფერი არ აქვს ჩამოკიდებული. არაფერი არ აქვს დაკიდებული. დედა, ვაიმე. რა გავაკეთე? არაფერი. რა გავაკეთე თუ რამ დამაჩინა? ასეთი ლამაზი. ეს იმათვით ვისაც გონიათ რომ 40 კილოს რო დავიკლებ ბარიატრიას თუ არა მე რამე კოსმეტიკური დამჭირდება, არ დაგჭირდებათ. არ დაგჭირდება და ეს არის ფაქტის სახეზეა. ახლა რაღაცა სულ მამიდა ჩემს ცხოვრებაში წონა არ ქონია, მაგრამ მჭირდება რაღაცებს გაკეთება. ეს არ არის კავშირში გახდომასთან. დეკოლტე ძვირფასი ნათი, ორივე ჩახარ, თამო ჟუკივი თანათე. ჟუკი, ეს მარათონში დაიკლო, რა თქმა უნდა, სად დაიკლო, გენსვა. კარგი. ეხა ნათია, უნდა იყოს ინტერვიუ დღეს და მე უნდა დაგისვა 10 შეკითხვა. ნათია არის 46 წლის და შარშან დაიკლო, ანუ 1 წელი იყო მარათონში და 8 თვეში დაიკლო, 43 კილო, მაგრამ ხო, ახლა შარშან ზუსტად 29 იანვარს დაიწყო მარათონი. ნუ დაანები იანვარს თავი 1 თებერვალს დავიწყე და 29 იანვარი არ იწება 1 თებერვალს ხო? ნოემბერში ვიყავი უკვე 61 კილო. კი, მე ახალ წელს უკვე 61-62 უკვე 1 თვე იყო რაც ვიყავი რა. აი ახალ წელს მე უკვე შევხვდი 61 კილო. დაბადების დღეს ესეთი ბედნიერი იყო, ხალხო, თქვენ უნდა გინახათ, აი შოკი იყო და ისეთი ბედნიერი იყო, რომ აი გადამდები ბედნიერება იყო და ყველამ რომ განიცადოთ ეს იქნება ძალიან კარგი მოკლედ რა. აი ეს როგორ რაღაცა ეს არის ადამიანები, ვისაც ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ არ აწუხებს. როგორც ვარ, მაგალითად მე. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ზედმეტი წონა აქვს, მაგრამ აწუხებს, ანუ აი არ მოწოს თავისთავი, არის უბედური, სარკეში იყურება რას აი ცხოვრებაში არ მახსენდება, რომ ჩემს თავზე ესეთი რაღაცა მეთქვა სარკეში შევხვდო რა, ყოველთვის რომ ვიხედებ სარკეში, რომ დედა რა კარგი ხარ. ოღონდ კი არ ვიტყუები, მართლა ესე ვგონი. მოკლედ ნათია, კითხვები უნდა გისვა, ხო, 10 კითხვა, რომელიც ჩვენ დავწერეთ იქ. პირველი კითხვა. რატომ არის წონის კლება შენთვის მნიშვნელოვანი ახლა? ერთად რატო იყო თუ ეხლა რატოა? ეხლა ანუ ეს ხო არის იმათთვის დავწერე, ვიც ეხლა იწყებს. რომ შემოვედი, ეხლა რატოა თუ ვერ ვიგებ კითხვას. როგორ მასში რატო იყო? ხო. ანუ რატომ შემოხვედი პირველად მარათონში, ხო? მაგრამ შენთვის ეხლაც ხო არის მნიშვნელოვანი რომ დაიკლო კიდე 2 კილო? რატო არის მის ნათია? ხდება შენი ხმა საყვარელი.
თამ შენი ხმა ხალხო წნება ვიჭედები მე თუ ნათია იჭედები შენი ჭედები ნათია მე მგონი ვინ იჭედება ხალხო მე თუ ნათია მე მგონი ჩანვარ თამ ხმა გასწორდა ნათია შენ გიჭედავს ნათია გიჭედავს ინტერნეტი კარგად იჭერს შენთან შემოგევლე ხმა შეგვება არაფერი არ არის ის მის ჩემი შენთან იჭედება ნათია თავიდან ვქნათ მაშინ გაგთიშავ ერთ წამს ნათია თუ ხედავ ეგეთ ხალხი წერს რომ ნათისთან იჭედებოდა თუ ხედავ ახლა ისეთ ადგილას დაჯექი სადაც ინტერნეტი იჭერს და კან გადატვირთე ტელეფონი და რო გადატვირთებ ტელეფონს პირი შემოდი ნათი ახლა მოკლედ ნათიაზე ვიტყოთ რა ახლა ვინც არის წობს ნათიას რომ ნათიამ დაიკლო 53 კილო 8 თვეში ოღონდ ნათიამ რო დაიწყო და თქვა რომ უნდა დავიკლო და რო ნახა და გაიგო რომ ნახე აქამდე რო ჟდებოდა ეს თან თვითონამდე რო ილაპარაკოს ეს ყველაფერი მაგრამ ნუ კაი სანამ შემოვა მე ვიტყვი რომ თავიდან რატო არ გამოდიოდა იმიტომ რომ რო იყიდულობდა ამ რაღაცა კვებებს ისეთ კვებას აძლევდა რომ იმ კვებაზე შანსი არ იყო რომ ყოფილიყო ხო ძალიან რთულია რომ ხა ადამიანს რომ ჭამა უყვარს ეუბნები რომ აი რა ვერაფერს ვერ შეჭამ წიწიმურაზე უნდა იჯდე და რა თქმა უნდა წიწიმურა ხო როცა მინდა მწვადი და აქ გეუბნები რომ შეგიძლია ჭამო მწვადი რამდენიც გინდა აქ შეგიძლია ჭამო ესეთი რაღაცები რამდენიც გინდა ეს ნამცხვარი ის რაღაცები ხო და ანუ თქვა რომ მაშინ თუ ეს ყველაფერი ჭამა შემიძლია და არაფერი ეს არ მართმევენ რაც მე მიყვარსო რატო უნდა დავარღვიო ხო და ამა ეს რომ მიხვდა ამა ყველაფერს ხო ნათიამ თქვა რომ მურჩა მე აღარ დავარღვევ ამ არავითარ შემთხვევაშიო და აღარ დაარღვია თქვა და შეასრულა და გახდა მოკლედ აბა ნახოთ ახლა ნათია თუ შემოვა კიდე კერძო უნდა შემოვიდეს აუცილებლად უცილობლივ უნდა შემოხვიდე ყველას გიყვარს ჭამა ჭამს ჭამა ძალიან უყვარს აქ არ მოხვდება რა ისეთი ადამიანები აი მე ესმის შენ თამო ისმის კი მე მესმის შენ ნათია გესმის იჭედება მაინც შენი ხმა კი მეც მესმის ნათია მოდი კითხავ რა ესე არა უჩ აბა ნახე დაიწყე ლაპარაკი მოდი აბა კითხავები დავიწყოთ რატომ არის შენთვის მნიშვნელოვანი მოკლედ ყლება და რატომ იყო მაშინ მნიშვნელოვანი შენთვის ყლება ეს ხა ინტერნეტი გვებრძვის, იმიტომ რომ არ უნდათ რომ თქვენ წონაში დაიკლოთ. იცის ხოლმე ესეთი რაღაცა ინტერნეტმა. ნათია კარგად ეწავს და შეხედე რა, რომ აი იყოს ინტერნეტი იჭერდეს. თავარი არის რომ ინტერნეტი იჭერდეს კარგად. ჩემთან ამდე ხაზზე იჭერს. ჩემთან კარგად იჭერს. ანუ ტექნიკა გებრძვით, სამყარო გებრძვით, სამყარო თქვენს წინააღმდეგ არის, მაგრამ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებით და სანამ ნათია, სანამ ინტერნეტს ყველაფერს გამოვასწორებთ, აი ვიბრძოლებთ ბოლომდე. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ველოდებით რომ ნათიამ მომიწვიოს კიდე და გამომგზავნოს მოწვევა. ესე იგი თამო მაკერდა მარიმ ხოდადები ასკეზა გენაცვალოს დედა არ დაარღვიო იცოდე თორე არ ვიცი რას გიზა არ ვიცი რას გიზა არ ვიცი რას გიზა ანუ ინტერნეტი ყველას გიჭედავთ როგორც შანს ახლა მე ვებრძვი ჩემს თავს ახლა ამ წამს ხო და აი ხა ნახე ჩემ თავს ვებრძვიო რა თქვი შენ თავს კი არ ებრძვი შენ ებრძვი იმ დაბრკოლებებს რომელიც შენს წინაშეა ნათია თამო კი თამ დავემატე ინტერნეტი შენთან არის რაღაცა ძალიან ურევს მოკლედ რა შო ერთი სიტყვით იხმა ისმის ჩემი მე მესმის ახლა შენი ხმა შო აგი აქვს ვარ კარგი მოკლედ
პირველი კითხვა გავიაროთ, ესე იგი, რომ აი ის რა მაინტერესებს, აი ეს 2 კილო რომელიც გინდა რომ დაიკლო, აი ეს რატო არის აბა მნიშვნელოვანი, რომ ეს 2 კილო დაიკლო? აი რატო არის მნიშვნელოვანი, როდესაც საერთოდ პირველივე კითხვას რომ მოკლედ უპასუხო, აი დაუშვათ ეხლა შემოვდივარ პირველად მარათონში, ხო? რატოა მნიშვნელოვანი, რომ დავიკლო წონა, იმიტომ რომ ჩემთვის სანამ წონა არ იქნება ისეთი, როგორიც მე მინდა, მე ვარ ტყვე ჩემი სხეულისა. აი რა განსხვავებაა ჩემ ზედმეტწონასა და შენ ზედმეტწონას შორის. შენ ამას ატარებ და არ ახარ მის ტყვეობაში და მე ვიყავი ჩემი სხეულისა და ჩემი ზედმეტი კილოგრამების ტყვეობაში. რატო გეტყვი? ჩემი ზედმეტი კილოგრამები იყო ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე. ფსიქოლოგიური პრობლემა კი არა, ფსიქოლოგიური ტრაუმებიდან გამომდინარე. ხვდები და რადგანაც არ მინდოდა ამ ტრავმებთან გამკლავება, გადავწყვიტე, რომ ანუ ფსიქიკა მაირჩიე, რომ უნდა გამხდარიყავი უფრო დიდი, რომ გამკლავებოდი ამას. ამიტომ იყო, რომ მე მოვექცი ტყვეობაში, ჩემი ტრაუმებისა და ჩემი წონის ტყვეობაში. აი ამიტომ იყო ჩემთვის აუცილებელი კლება, იმიტომ რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანი სადგინახია შენ ხა შემოქმედი პატიმარი, ხო? ვერც მე ვერ ვიქნებოდი ვერანაირად და ყველანაირად ჩემი ცხოვრება იყო მარტო ესეთი ინსტინქტებისა და მოვალეობების დონეზე. ან მე ვიცოდი რომ უნდა გათენებულიყო დღე, მიმეხედა 3 შვილისთვის, ოჯახისთვის, სახლისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იყო სხვების მოსამსახურე, კარგი გაგებით მოსამსახური, ანუ აი დაქირავებული ადამიანი, რომელიც მიდის სამსახურში და საქმეს ასრულებს და იმის უკან როცა სახლში ბრუნდება, რა არის, ვინ არის და რითი ცხოვრობს, იცის მარტო თვითონ. აი ამიტომ, რაც შეეხება ამ ბოლო 2 კილოგრამს თუ 3-ს რატომ მინდა 5-იანი გამოვიდეს, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანს ან უკეთებ ბოლომდე, რასაც უკეთებ, ან მიზეზებს ეძებ, რომ მე გაამართლო, რაც ვერ გაუკეთე და მე ესე არ ცხებს ვექცევ და მით უმეტეს არც საკუთარ თავთან არ მინდა, იმიტომ რომ მე რომ მოვედი, არ ვამჟღავნებდი, მაგრამ მე მაშინ გულში ჩემ თავს შევპირდი, რომ 5-იანი უნდა დამენახა და რადგან ახლა 43 კილო დავიკელი და დამრჩა რაღაცა 3-4 კილო, რატო არ შევუსრულო ბოლომდე ჩემ თავს, ხო? ვიზუალურად შეიძლება ვთქვათ, რომ სიტყვაზე მე მინდა, მე ვიცი, სადაც არის იზედმეტი, აი რომ ითხრა, საიდან გინდა ნათია წავიდეს იზედმეტი 3-4 კილოგრამი, პირდაპირ გაჩვენებ ნახას, აი აქედან მინდა რომ წავიდეს და ამიტომ მე რაც ვთქვი და რასაც შევპირდი ჩემ თავს, რომ ბოლომდე ამის მერე რამეს რომ მოვთხოვ, რომ სიტყვაზე აი ახლა ეს მინდა, აი მითხრას, რომ კი ბატონო მოყვები, აღარ მომატყო, ანუ ჩვენ საერთოდ კი არ გვღლის ფიქრი კი არ გვღლის, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიღლებით იმაზე ფიქრით, რაც თქვის დილას და ვერ გავაკეთეთ. აი ელემენტარულად დღეს მაგალითად გავისეირნებ ან რაღაცა დღეს მოდი ზედმეტად დავალაგებ სახლს. ხო, აი როცა საღამო დაღამდა და ეს ერთი კი სადღაც გაეპარები ვიღაცას და უშუალოდ ბავშვს გაეპარები, მაგრამ საკუთარ თავს ხო ვერ გაეპარები, შენ ხო იცი რომ თქვი და ვერ გააკეთე. ამიტომ აი ამან იცის ხოლმე მე ის რაც გახუტებს მაცივარს და მე აი როს გაჩვენო. აი დაუსრულებელი საქმეები. ხო, მაგალითად აი რომ დავავალე ადამიანებს გაცნობის ვიდეოები ჩაწერეთ მეთქი, ხო? უმრავლესობამ არ ჩაწერა ეს ვიდეოები. ეს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად ადამიანს შეაწუხებს მიხვდი, რომ არ გააკეთა. მაგრამ არ აკეთებს იმიტომ, რომ მეუბნება, რომ მე მორცხვი ვარ, მე არ შემიძლია ამის გაკეთება, მე რაღაცა. შენ თუ ამას ელემენტარულს ვერ გადალახავ და შენ თავის წარმოდგენით შეგრცხვება, ხო? როცა უკვე ნახე ბავშვი კი აღარ ხარ, დასრული ადამიანი ხარ და შენ გრცხვენია რაღაცის გაკეთება. ეს ეხლა ანუ როგორი რაღაცაა, ხო? აი რა ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეხლა ძალიან წარმოუდგენელი რაღაცაა, რომ მე არა, მე მივსულა რაღაცა ტრენინგზე მივსულა, სადაც იყო რომ უნდა გავცნობილიყავი და აუცილებლად გავეცანი. ანუ რატო უნდა შემთხვევს? ჩემი თავის თუ მწხვენია, მე მაშინ სხვას რატო ვთხოვ რომ მიმიღოს? აი ძალიან არც იღებს მე ვინ გიღებს საყოველთაო ვინ გიღებს არავინ არ გიღებს თამო თუ შენ აი ნახე შენ მიგიღეს იმიტომ რომ მიხვედი და სახელის თქვი გვარის თქვი და რა ვიცი რო ეთქვა ალბათ საყვარელ საუზმესაც იტყოდი მაგრამ მე ვერ წავალ შენ ეხა ხო არ იცი მარათონში როგორი კონტინგენტი ყავს ვისაც აქვს ზედმეტი წონა მაგალითად თუ ვისაც აქვს კვებითი აშლილობა თუ კვებითი აშლილობა გაგდა დამოკიდებული ხარ საკვებზე ხო მაშინ ეს სხვა რაღაცა გეუბნები აქ ვერ ჩაწერ ძალიან ძნელია, მაგრამ ნახე აი მე რა მინდა უთხრა იმ გოგოებს, ვისაც ვიდეოს ჩაწერა უჭირს, ვისაც თავის გამოჩენა უჭირს, ხო? ნახე მე რომ ყველაფერს კიდე ერთხელ თვალებში არ ჩამიხედა, მე აქამდე ვერ მოვიდოდი. ეხლა რომ ვუყურებ იმ ვიდეოს, რომელსაც შენ ძალიან ხშირად
როგორ სხვანაირი გეჩვენება ალბათ სარკეში შენი თავი თქო როგორი სითამამე მქონდა მეთქი რომ დავჯიქი და რაღაცა თითქოს უკვე 60 კილო ვიყავი ისე ჩავწერე ის ვიდეო მაგრამ ნახე ხო ფაქტია რომ მე აი ამ ნაბიჯებმა მომიყვანა აქამდე მე უნდა აღმედგინა და ჩემი თავის ნდობა ისევ ჩემი თავი უნდა გამომყოლოდა ამაზე ხვდები თორე ის რასაც თქვენ ისმენთ ხოლმე სხვისგან ვითომ არ ვიცოდით რომ ბოლომდე ვერ მიიყვალი ვითომ არ იცოდი მე რამდენი ნეტა რამდენჯერ უნდა თქვა ეს ყველაფერი ნამდვილად იმიტომ გაღიზიანებთ რომ თქვენ რაც დაუწერეთ ამ ხალხს ლამაზად წითელ ფურცლებზე ვარდისფერზე მწვანეზე ის მიგიქრეს დილით ოთახში და იმას კითხულობთ ნამდვილად რატო გაღიზიანებს აი ესე მითხრა და იმის მაგიროთ რომ რაღაცა მხარდაჭერა იყოს გაღიზიანებს იმიტომ რომ ზუსტად რასაც შენ ფიქრობ შენ თავს გაგიშორეს და როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ანუ როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება უკვე თუ მიაღწევს სასურველ წონას ხო ანუ რომ მიაღწევს რომ მიაღწიე ხა ჯერ არ მიგიღწევია მაგრამ აი რომ მიაღწევს სასურველ წონას მე როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება აი ნახე ჩემოსი რომ მე ხო თითქმის შემიძლია უკვე თქვა რომ მივაღწიე ხო ის 3 კილო უბრალოდ დროის ამბავია თუ 53 თუ დავიკელი ხა 3 კილოს დაკლებას რა უნდა ნახე მე ჯერ ესეთი ძალიან მომწონს ეს პროცესი და ერთადერთი რისაც მე შინია რომ კიდევ უფრო არ გავადიდო ახლა 3 მერე 5 მერე 2 და ასე შემდეგ მაგრამ ნახე რატო რითი შეიცვალა შენი ცხოვრება მე თუ ისე იქიდან დავიწყებ რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი პატიმარი ოღონდ განა ვინმე დამაპატიმრა მე თვითონ და აი ეს ნათია ახლა ვისაც უყურებთ და ახლა რო სულ სხვანაირია ის ნათია იყო აი მატრიოშკები რო ხო დიდ მატრიოშკაში პატარა და რა თქმა უნდა ეხა პატიმარის ცხოვრება როგორ იცვლება რომელიც აი როგორ გითხრა უსაფუძვლოდ იყო დაპატიმრებული და გამოდის ციხის გარეთ აი ზუსტად ის პატიმარის აი როგორ გითხრა პატიმრობა დამთავრებული ადამიანი ვარ რომელიც გაასამართლეს ბოლოს და გაამართლეს და უთხრეს რომ წადი და იცხოვრი შენი ცხოვრებით თქვენი პატიმრობა დამთავრდა აი შეიწყალი შეიძლება თქვა რომ მე ჩემი თავი მართლა მე თვითონ შევიწყალი ხვდები იმიტომ რომ რეალურად მე ვიტანჯებოდი იმ წონით და რეალურად მე ვხარობ ჩემი სიგამხლით ყოველი დღე არ არსებობს თქო ხო თქვი რამდენი წელი უნდა გავიდეს ნეტა რომ მე არც მინდა ეგეთი დღე რო დადგეს რომ აი დილით სარკეში არ ჩავიხედო საღამოთი სარკეში არ ჩავიხედო სახეზე არა ნუ მთლიანად ვამბობ რა და აი ოღონდ იცი რატო ვიხედები რომ ხო არაფერი გამეპარა ხო და რაც მთავარია აი ამას გირჩევთ ყველას აზრი არა გაიქცეთ რეალობას დიდი ხანი მაგიდის ქვეშ ვერ იცხოვრებთ აი მოგეშინიათ სასწორის მე სულ მეშინოდა სასწორის და აი ახლა ახალ წლებზეც ხო რაღაცა ხო გავსინჯე ელემენტარული მეცომეული და ის არ მიჭამია მაგრამ იცი რა უთხარი ჩემთვის არ დაუშვა იგივე შეცდომები დადექი სასწორზე იყოს კილოგრამი და 100 მაგრამ უკვე იცოდე რომ მატებისგან წავიდა შეშუპება შემოშუშება მარილიანია თუ რა ვიცი მე რა არის არ მაინტერესებს ციფრი ხო შეიცვალა ესე იგი რას ნიშნავს ეს რომ გაჩერდი და გადმოდი ისე ვიქნით საითაც არ იცვლებოდა ციფრები ხო მართალია აი ამიტომ როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მე განანახე აი სულ რა არის ხოლმე ჩვენი შეცდომა სულ იცვლება ვექტორი თითქოს ვიღაცები გავახარეთ ვიღაცების იმედები გავამართლეთ საერთოდ არავის იმედის არანაირი ვალდებულება არ მქონდა მე არც არავის გახარებისა და არც არავის ვალდებულებებისა და იმედების გამართლებისა მე მქონდა პასუხისმგებლობა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავთან მე ვიყავი პატიმარი და მე ვარ თავისუფლებაზე აქ მე ვინმე ვახსენე ჩემთან ერთად იყო კიდე ვინმე პატიმარი მე ვატარებდი იმ ზედმეტ 53 კილოს მე ვიტანჯებოდი სარკეში რო ვიხედებიო მომწონს ჩემი თავი კითხი აბა მახსოვდა სარკესად იყო სარკე ჩემი მასში არ არსებობდა მძულ და სალონში მისვლა იმიტომ რომ იქ უკვე ხო არ ვეტყოდი ჩამოაფარეთ და ისე შემღებდეთ ხო იტყოდნენ ვერ არის ეს გოგო ცოტა კარგათო გესმის აი არ არსებობდა რომ თავის აღებავით რომ ესვა სულ ტელეფონი მეჭირა ხა ტელეფონი ისედაც უმიჭირავს ეხლაც მიჭირავს მაგრამ მაინც ეხა ისეთი დოზით არა ანუ ტელეფონი აღარ არის ჩემთვის გაქცევის დამალვის და აი ამისი ადგილი, იმიტომ რომ კატასტროფა იყო იმ დიდ სარკესთან ჯდომა ეხლა მიხნეტეს თავზე საღებავი რო გისვიეს რო ანჯელინა ჯოლი იყო ისე და ხელს წარსულში წონის დაკლებაში და როგორ შეძენი მოკლედ ამ დაბრკოლების გადალახვა წარსულში ხელს მიშლიდა ის რომ მე საერთოდ ძალიან მიყვარს ჭამა. ჭამა ჩემთვის არის სიამოვნება და არ მგონია რომ მარტო ჩემთვის არის, რაც დაიბადა კაცობრიობა და მოიგონეს საკვები, იმის მერე არის ადამიანისთვის საჭმლის მიღება სიამოვნება. მაგრამ მე მიიშლიდა ხელს ჩემი ეს სრულ წარმოდგენები და მითები, რომ ასაკში ძალიან ძნელია დაკლება, რომ აუცილებლად ჯერ უნდა ჩააბარო 98,000 ანალიზი და უნდა გაიგო ინსულინ
რეზისტენტული, ხა შენ გაგავიდეს ხომ home credit-ი და მაინდექს. home credit-ი მეტყვი. home index-ი და როგორც გავიგე იქ დავამთავრე ურთიერთობა მაგასთან არაფერი არ ჩამიბარებია. აი ამიცაც თუ დავამსხვრევ, ეგეც კარგი იქნება, რომ არც ის ვიცი ვიყავი თუ არა ინსულინ რეზისტენტული და ალბათ მაგას ვიყავი არანაირი სამი ცდილობა არ აქვს ამ მაგრამ ანალიზებს და ყოველგვარი რატო? რაღაცა მე ხო ვამბობ ხოლმე რომ კონცლაგერში ხო, აი მაგის თქმა ვიცი. ყველას ქონდა ხო, რამეშ ვერგემობს იცი რა წადი ანალიზები გაიკეთე მიდი რატო ყველა იკლებს როცა ჭამს სწორად ხა შანსია რა საწავა აპარატუ არ დაიკლება აი როგორ არ უნდა დაიკლო ხო აი რა მოხდა ხო შანსია არის და ამიტომ ეს არის მითები აი რამიშლი და ხელს კიდე რო ამბობ, აი რამიშლი და ხელს გეტყვი. ხო, ამაგად ოპერაციას რო ის ადამიანი რა ურეგულირდება ეს ისა რა ქვია? ნივთიერებათა ცვლა? არა, უბრალოდ არ ჭამს და იმიტომ იკლებს, მორჩა. არა, ნახე, აი რა გიშლის ხელს. აი ხა იცი როგორი რაღაცა თამო? აი რო იცოდე რომ ორშაბათიდან მაგალითად ინტერნეტის გარეშე დარჩები. ხო. აი ნახე ჩემოსიხარ ისე გოწყდა ცოტა შენი ხმა. აი ხელს მიშლი და ეს რომ მე არ უნდა მეჭამა გემრიელი, არ უნდა მქონოდა დესერტი, ჩემთვის აღარ იქნებოდა ხაჭაპური და რაღაცა ძალიან ბევრი არა და ფოთლებზე არ ვიცი ვინ ჩაწერა დღეს შენთან ვიდეო, ძალიან კარგი ვიდეო იყო, რომ სამ კვირაზე მეტი ფოთოლზე ვერც მე ვერ ვძლებ, მე არა ვარ კურდღელი, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ხორციც უნდა, გემრიელიც უნდა, ლამაზი საუზმეც უნდა, მე ძალიან მიყვარს ესე ლამაზად მომზადებული რაღაცები და ეხლა რაღაც აზელილი ხაჭო, რომელიც რა ვიცი პატარა ლეკვისთვის არის ხოლმე ისეთ სახეზეა რომ აი თვითონ ლეკვს უნდა ჭამო, მასეც მე ერთი წელიწადი ვერ მივირთმევდი. მე ძალიან მიშველა იმან რომ იყო ესეთი სრულფასოვანი და როგორ ვიტყო ძალიან გემრიელი და მრავალფეროვანი მენიუ. მაგან მიშველა ძალიან, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ყვება სიამოვნების წყარო არ დაკარგა. ისევ დარჩა. რა გაგვს დღეს ისეთი რაც წარსულში არ ქონდა და შეუძლია ამ პროცესს ხელი შეუწყოს? ცოდნა, რომელიც მომცა მენიუმ, აი ეს ცოდნა მაქვს. რომ როცა შემიძლია ნებისმიერ დროს მინდა ტკბილი და ჩემ თავს არა უკრძალო ტკბილი, უბრალოდ გავაკეთო ის ტკბილი, რომელიც დილით წონაზე არ აისახება, გამოცდილება მაქვს და უკვე რა მაქვს იცი? აი როგორ გითხრათ, ცდომისა და შეცდომის მეთოდით მივედი მე აქამდე. ძალიან ბევრი ვცადე და აი აქამდე თუ იმ დღეს რაღაცა რუსული ინტერვიუ იყო და იქ თქვი ხა არ გავიმეორო მეთქი მეორედ ნახე, აი ბოლოს ლამაზი როცა აჯილდოვებენ ადამიანს ხო კიდევენ თავზე რაღაცა ესეთი ლენტით ან რაღაცა ჯაჭვით ხო აი დაუშვათ რაღაცა ლამაზი კულონი იყიდე ხო გულსაბნევი აი ესე რომ შეკრა ორი ხელი ხო გინდა და ორი ბოლო ხო უნდა კონდეს ამას მე ხან ერთი მქონდა ხან მეორე ანუ ვიცოდი ფსიქოლოგიურად როგორ мотиваცია გამეკეთებინა ჩემი თავისთვის არ მქონდა მენიუ მე მქონდა მენიუ ფსიქოლოგიურად არ ვიცოდი როგორ გამეკეთებინა და როცა ამ მარათონში მოვედი აი ეს ორივე შევაერთე ანუ ჩემი როგორც ფსიქოლოგიის გამოცდილება და სწორი მენიუ, იმიტომ რომ ესე არ გამოდის. მე შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა აღმოგიჩინო და გითხრა რა არის ბლოკი, რატო გინდა, რატო არ გინდა, რატო არ გამოგდის, მაგრამ მე თუ შენ საფუძვლად შიმშილ შემოგთავაზებ, გაცნობიერებული გულნათკერი და ახლა მშიერით დარჩები, ხვდები? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აი მომცა მე ამ მარათონმა, რომ მე მთელი ცხოვრების მანძილზე ვიცი, როგორ გავაკეთო ხაჭაპური. დილა რო თენდება და რაღაც ხაჭაპურის ხასიათზე ვარ და ეს არა გაქვს შეიძლება ხაჭაპური გინდა და ხო ვერ მორჩი ამ ხაჭაპურობანას და მივთვლი ხაჭაპურს რომელიც არის ძალიან გემრიელი და აი რატო როგორ გაძელი ერთი წელი მე ერთი წელი ფოთოლზე ვერ გავწლებდი მაგრამ სულ მაინტერესებს და ამ კითხვაზე ვერავინ ვერ მიპასუხა ჯერ რის გარეშე როგორ გავწელი მაკლდა რამე აი რა მაკლდა მითხარი და გეტყვი რომ ხო თამო აი რის გარეშე გამიშდა რის გარეშე რა სიტყვი იმ გამართლებებზე, რაც გასტოპებს და გასტოპებდა, ან დაგასტოპებს და როგორ შეგიძლია მათთან მუშაობა? აი გამართლებებზე. ხო, თასრობი. ხვალიდან დავიწყებ და მე ხო ეხლა დავუშვათ და სუდიეტაზე ხო არ ვიქნები და აი ხლა მე ხო მეწოდება ჩემი თავი და ტორტი ჭამა ხო მინდა და რაღაც ისე. ხო, 103 კილო ძალიან არ იყო ცოტა.
აი სულ არ იყო ცოდვასა. მე მაგალითად ძალიან მეცოდება გეტყვი ახლა აი როგორ გითხრა რატო დავიწყე მე ამაზე ესე აქტიურად ხო შემეძლო როგორც ძალიან ბევრი ადამიანი ხდება თავისთვის გახდა წავიდა მორჩა ხო მე საერთოდ ბავშვობიდან არასოდეს არ შემიძლია მარტო არაფერი ხდები არ შემიძლია მარტო ფილმის ყურება მარტო მზესუმზირის ჭამაც არასოდეს შემეძლო მარტო სეირნობა არ შემიძლია იმიტომ რომ მე სულ მინდა ვიღაცა ადამიანი ვისთანაც მარტო კარგს გავიზიარებ აი უნდა გავყო ყველაფერი აი თუ მაგ ორი რაღაცა ის უნდა გავყო ერთი თუ მაგ შუაზე უნდა გავყო და მე ვერ მივხვდი რატო უნდა წავსულიყავი და რატო არ უნდა დავხმარებოდი ადამიანებს მით უმეტეს როცა აი ამდენი SMS-ია რომ შენი მაგალითი შენი ლაივები ძალიან მეხმარება ხო რატო რა არის ამაში ცუდი მეც ხო ვიღაცისა დამეხმარა მეც ხო იმ გოგოების ფოტოები დამეხმარა და ბოლო შანსი იყო და ჩავებღაუჭე მე შენმა ლაივებმა აი მარათონთან ერთად აუცილებლად უნდა აღნიშნო შენი ლაივები იმიტომ რომ ერთი წელიწადი აქ ვარ და აი წელანაც ეხა რომ მითხარი აქ ხარო სულ განაბული გისმენდი არ გამომირთავს აი როგორც ჩვეულებრივად ყველა ახალი გისმენს ისე გისმენდი მე და სულ ამას ვამბობ რომ მაინც არის რაღაცა ისეთი რაც ახალია თითქოს გადამავიწყდა და კიდე ახლიდან მიგებ კიდე ახლიდან მეხმარება და თავის გამართეს ადამიანი არის არჩევანი თამო არ არსებობს ისეთი სიტუაცია სადაც შენ არჩევანს სხვანაირად გააკეთებ და შედეგით სხვანაირი არ დადგება გესმის არჩევანია რასაც აირჩევ ისე იქნები შენ ხარ ისე როგორც აირჩიე ხა არა 3 კილო ესე იგი ეს შენი არჩევანია და როგორც ამ 103 კილომდე მიხვედი ისე შეგიძლია მიხვედი 63 კილომდე თუ შენ არჩევანს გააკეთებ და სხვა არაფერს არ განიხილავ მე ჩემი საყვარელი გამოთქმა არის ეს მე როცა მინდა ვაკეთებ და როცა არ მინდა მიზეს ვეძებ მე თუ შენამდე მოსვლა მინდა თამბო ხო აი არ ვიცი სადაც არ უნდა იყოს მე აუცილებლად მოვა შენთან და რადგან აი როგორ გითხრა მე არც კი ვუშვებ ღირს არაღირს იქნებ ესე იქნებ ისე თითქოს აი ისე მოვდივარ ვერ ზუგრძნობ აბა სხვანაირად უნდა ყოფილიყო მაგრამ თუ ერთი წამი მეჭი შემეპარა ჩემი სურვილის ისეთი მძაფრი არ არის მე აუცილებლად ვიპოვე მიზეს რომ აი ახლა არ გამომივიდე შენამდე მოსვლა და მე არავის არ ვეძებდი მე არავის არაფერს არ მომტკიცებდი დამიჯერე მე არ და აი ალბათ ეს იყო რატო არ გამომდიოდა მანამდე პირველად ხო არ მიცდია მე დაკლება ხო 3 წლის მანძილზე რა ვიცი ალბათ 3 თვეში ერთხელ ჩადიადი ხო ალბათ იმიტომ რომ მე სულ ვექტორი და ის მიმართულება და ინიციატორი იყო ხოლმე სხვა ადამიანები გარე სამყარო ჩემი უახლოესი საკურემოცვა გამეხარებინა დედა ჩემი რომელთვისაც არ ვიცი აი მეორე ცუნამია ჩვეულებრივად ჩემი წონაში მომატება აი გამეხარებინა ყველაზე მეტად დედა ჩემი და სხვებისთვის დამემტკიცებინა გესმის ხა კარგად გამგები კარგად გაიგებს ესე იგი სიხარულით დედიკოს გახარება მინდოდა და სხვებისთვის დამტკაცება რომ თქვენ არაფერი გეშლებათ აბა ნახავთ თუ ვერ შევძლებდა მე რასიც ჩემ თავს ძალიან ვაქებ აი ნახე არის ის რომ მე ვაღიარე რომ მარტო დავიღალე ძალიან შორს ვიყავი გასული ზღვაში აი 103 კილო არ არის ურეკის ნაპირი რომ შეგიძლია იჭყაკუნო მე ვიყავი ძალიან შორს გასული და იქიდან გამოსვლა მიუხედავად იმისა რომ თეორიის დონეზე მე სულ ვიცოდი ვეღარ დაუბრუნდებოდი და აუცილებლად უნდა ჩამერთო სიგნალი SOS არ დავემალე ამ პრობლემას რომ მე დავიღალე მე ვეღარ მომკლავდებოდი მარტო და მადლობა ღმერთს რომ აი იმ დროს იმ საჭირო მომენტში აღმოჩნდი შენ ჩემ გვერდზე შენი მარათონით აი ეს იყო ჩემგან მოდიოდა ის რომ მე ხელი გამოვაწვდინე რომ მიშველეთ და მეხმარე და შენ ამ ხელს გამოეხმაურე და მე ამ ხელს ძალიან ჩავეჭიდე როგორ ჩავეხსნათ მიჯაჭულობებს ან ის რა დღეს დავაკვირდი ამ სიტყვა ზოგადად მიჯაჭულობა სიტყვა ჯაჭვიდან რომ მოდის ხო და საკვები ხო არის აი საკვები არის ჩვენ შემთხვევაში ჩვენი მიჯაჭულობა ანუ ვართ რაღაცა ტკბილზე მიჯაჭულები რაღაცა იმ ცომზე მიჯაჭულები და ხვდებით რომ ვაი ჯაჭვები გვაქვს მართლა ჯაჭვები ხო ან ჯაჭვები გვადევს რა იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულია ამ ჯაჭვების მოხსნა ხო და აი როგორ მიჯაჭულობა ხო ძალიან ბევრი არსებობს ადამიანზე მიჯაჭულობა რა ქვია იმაზე მიჯაჭულობა ალკოჰოლზე ნარკოტიკზე ყველა მიჯაჭულობა არის ტოქსიკური ხო და რა თქმა უნდა საკვებზე მიჯაჭულობაც ნორმალური არ არის და აი როგორ ჩავეხსნათ ხო როგორ ჩავეხსნათ
აი როგორ ჩავნახე სულ ვერ ჩავეხსნებით. მოდი აქედან იმას ვთქვათ, მაგრამ ნახე მე მიყვარს ხოლმე სულ ამ ამ მაგალითის მოყვანა, იმიტომ რომ აი თითქოს ხმაც კი მესმის ხოლმე. ნახე სულ ერთი და იგივე ადგილზე სიამოვნებისთვის ერთი და იგივე ადგილზე წყალი არ უნდა დალიო. აი ნახე თუ მე მარტო კვება მაქვს და მარტო კვებაზეა ჩემი სიამოვნება მოსული, მე ვერ ჩავეხსნები საყვარელო. მაგრამ მე თუ კვების გარდა მაქვს მეგობრებთან ერთად ცეკვა, ფეხით სეირნობა, თეატრში წასვლა, ხანდახან, ხანდახან იცი არის მithumetes ვფიქრობ ხოლმე მე არსად არ წავსული ვარ საქართველოს რეალობიდან და ესე ლუნწიკივით რო არ გამოვიდე, რო ღრუბლებიდან ჩამოვარდი და ხა მე ის არ ვიცი რა ძნელია სამიშვილის დედისთვის კონცერტებში და იმებში სიარული, რა ქვია, თეატრებში, ხო? მაგრამ მე ჩემ ცხოვრებაში ხო არაფერი შეცვლილა და ეხლა რომ მკითხო რა როდის ხდება ნათია, როცა იმ 1 კილოს იმატებ, მიუხედავად იმისა შენ ძალიან კარგად იცი რომ მე შენი მენიუდან არასოდეს არაფერი არ დამიყვება. მოძრაობა კაცო, როგორ არ დაიწყე საფიქრელი გაქახა. მე და არა, ნახე სხვა რაღაცის თქმა მინდა, ნახე ჩემო სიხარო მივალ მანდამდე. ნახე რეალურად ხო არაფერი შეიცვალა, მაგრამ რომ მკითხო მენიუს თუ არ ცვლი იმ 1 კილოსაც რატო იმატებ? არის ხოლმე დღეები, 5 დღე გადაებმება ისე რომ მე ვარ მარტო დედა. როგორც კი ერთ როლში იჭედები, აუცილებლად ის როლი ერთ რაღაცასთან გიჯაჭვობს. ჩემი დედობა განცნობილია კვებასთან. ჩემი დედობა არის ხოლმე რა დედა რასაც ხო და რა ათენა უნდა და უნდა ნახე ჩემო სიხარო აი მაგალითად ათენა ის არის ათენა წინასწარ რო კითხულობს რაღაცებს ის არის და ნახე არტემიდა გარემოში რო გადის აქტიური აი ყველა სეხმარება უნდა ათენა სხვა არის არტემიდა სიბერია ათენა და ნახე ჩემო საყვარელო აი რომ მეუნები როგორ ჩაეხსნა მიჯაჭვებას მე ხო მაქვს მიჯაჭვობა ამ საკვებთან ხო მაგრამ მე ჩემი ცხოვრებაში ყველაფერი გავაკეთე იმისა რომ ამ მიჯაჭვობაზე ეხლა მარტო საჭმელზე კი არ ვიყო მიჯაჭვული ნახე პირდაპირ გვესმის ხოლმე მიჯაჭვობებს თუ ჩავეხსენი მოუკვდი მაშინ ხო თუ აღარც მეგობარი მინდა არც ცეკვა მინდა დაუშვათ მეგობრებზე ვარ მიჯაჭვული დაუშვათ ცეკვაზე დაუშვათ სასმელზე დაუშვათ საჭმელზე ცხოვრება ესეთი და იზოლაციაში ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ ერთზე როცა ვარ მიჯაჭვული, თუ სულ მეგობრებში გადავარდი, დამრჩება ოჯახი მისახედი. თუ სულ ოჯახში გადავარდი, ვიარსებებ როგორც მარტო დედა, მეუღლე და ნათიას, რითაც დაიწყო ყველაფერი, სად იყვნენ ესენი ჩემ ცხოვრებაში, მე ხო ვარსებობდი მანამდე. მე მაგნათია რო დავკარგე, ვინც არსებობდა თავიდან, მაგნათიას დაკარგვა იყო 103 კილო. და როგორც კი დავიბრუნე ნათია, ხო, ესენი ისევ აქ არიან და უფრო მოსწონთ ისეთი როგორც ხომართალი ამიტომ ჯიმიჭოებს კი არ უნდა თამცნა ეს რამეზე არ უნდა იყოს თორე ხანი რაღაცები უნდა გამოვნახოთ ჩვენ ცხოვრებაში კიდე ნახე არის ეგეთი ცნობილი მოსაზრება რომ ზედმეტ წონას აქვს მეორადი სარგებელი აუცილებლად თან ესე ამბობენ და მეორადი სარგებელი ყველაფერს არის როგორი მეორე სარგებელი შეიძლება ქონდეს ზედმეტ 5 წელი რო ჩამოთვალა მაგალითად აი როგორი მეორე სარგებელი შეიძლება ქონდეს ზედმეტ წონას ანდელი ინტერვიუში რო იყოს ექვსი რომ იყოს და ბოლო იქნება ეს რა არის სიმსუქნის წესრულდა 11 საათი მეორადი სარგებელი ნახე რა არის სიმსუქნის მეორადი სარგებელი რეალურად როცა მე რაღაცა წონაზე ჩამოვდივარ და იმ წონაზე ვიყინები ან საერთოდ ვერ ვიკლებ და საერთოდ ჭარბ წონას ვეგუები ამას აქვს ძალიან ბევრი მეორადი სარგებელი ამის უკანაც დგას შიში ჯერ განვიხილოთ ფსიქოლოგიური მომენტი რა არის მე რატო მეშინო და ძალიან დიდი ხანი იცი 103 კილოდან უკვე იმ ნათიასთან მისვლისა რომელ ნათიასაც ვეძებდი იმიტომ რომ მე რომ იმ ნათიასთან მივიდოდი შეიძლება იმ ნათიას ჩემთვის ისეთი რაღაცები მოეწყო რომ მე არ ვიცოდი იმ გადაწყვეტილების მიღებას შევძლებდი თუ არა და შეიძლებოდა იმ ნათიას ეთქვა რომ რაც შენ მე დამტოვე ისე რომ მოხვედი მე ისევ ისინი მინდა და განა მარტო კილოების დაკრება და ზედმეტი ცხიმების დაკრება კი არა ძალიან ბევრი ადამიანის დაფერთხვა მომთხოვა მე იმ ნათიამ იმიტომ რომ ის იმ ნათიას აღარ სჭირდებოდა სპეკულაციები და რაღაცა კეთილი და ესეთი ბრწყალებში ვიტყვი დუშკა გოგოც ყოფნა ხდები და რაღაც საზოგადოების იმაში ხა შემიძლია ისე უცბად ჩავჭრა ნებისმიერი გარემოცვა რომელშიც მე
მე თავს კომფორტულად ვერ გრძნობ, ახსნა განმარტებებსაც არ ვაყოლებ. უბრალოდ ვაუქმებ, უბრალოდ გავდივარ, უბრალოდ ვკეტავ ურთიერთობებს. იმიტომ რომ აი ეს ნათი არ იმსახურებს იმას, რომ ხა ახსნა განმარტებები და დანიშნულების წერილი და მადლობა ბოდიში და ის მივაყოლო კიდე რომ კიდე იქით უხადო ბოდიშები რატომ მივიღე ესა თუ ის გადაწყვეტილება. ამ ყველაფრისა ნათიას ეშინოდა. გესმის? იმიტომ და ამიტომ ერთია ყოფილიყო აი ამ რაღაცა ჯაჭვში და ერთ რამეზე იფიქრა მარტო როდის გახდებოდა სუქანი ადამიანი, იმიტომ ერთად მეორად ისარგებელი რა არის? არაფერზე არ ფიქრობს, მოვალეობებს ასრულებს ელემენტარულს, აი როგორც რობოტი, მაგრამ ის რომ ვიღაცა ხო არ სარკაზმით ელაპარაკება, რაღაცა პროფესიულად ხო არ ჩამორჩა და დიდი ხანი ხო არ გაიჭედა ერთ ადგილზე და რაღაცები ამ ყველაფერზე არ ფიქრობს, იმიტომ რომ ეს მთა წინ, ანუ აი პრობლემების პრობლემა, დიდი მთა, წონა 3 კილოა, რა დროს იმაზე საუბარია რაღაც ახალი ტექნიკა ვისწავლო, რა თმინდა ეს ახალი ტექნიკა 103 კილოს აწავა სარკეში არ ვიყურებ, ხვდები? რა მხედა და ესე იგი არც არაფერს არ ვისწავლი, მოდი ვიქნები 103 კილო და აღარც პროფესიაში შევდგები, აღარ ზედმეტს წავიკითხავ, აი ნახე, მეორე სარგებელი კიდე, მე თუ ვარ 103 კილო და აი ესეთი რაღაცა, არც არაფერი არ არსებობს შევდის, არც თეატრი, არც არაფერი, ანუ აღარ ვიტკიებ ამებზე თავს, ვიცი მარტო რა უნდა ვჭამო და აი ესე რაღაცა სურათი ჩემთვის არ არის არც სოციალური მის მინდა სივრცე არაფერი არ მინდა და სიზარმაცე ანუ მე მინდა ვიყო ზარმაცი და ჩემი წონა ამისთვის არის ზედ გამოჭრილი იმიტომ რომ 62 კილო ნათიეს ნამდვილად არ ეზარმაცება ხდები ძალიან ბევრი რაღაცები უნდა და შენ რა გონი ხა ჩემმა ტვინმა დაისურვა ხო რა ამბობენ რომ ეს ეზარება თავის რაღაცები აი იცი რა არის თავის მოსაკეთება ეზარება ზოგადად ხო და ეს რო არის ხოლმე გამართლება რომ აი კაც ჩემი თავისთვის მოვიმზადო ჩემი თავისთვის როგორ უნდა ანუ ესე იგი იმდენად მნიშვნელოვნად თulis ადამიანი თავის იმდენად არ არის აი არაფრის ღირს რომ საჭმლის გაკეთების ღირსადაც კი არ თulis თავის თავს წარმოგიდგენია შენ გამარჯობა და მე რომელ ღირსებებზე მელაპარაკე მე ესეთი ადამიანი ჩემო სიცოცხლე მაგას ძალიან კარგად გძნობს ყველა ელემენტარულად მე ეხლა იმ წუთში რომ შევხედავ ადამიანს ზუსტად გეტყვი აი თვეში რა დროს და რა თანხას უთმობს თავის თავს უბრალოდ ფოტო დამიდე და გეტყვი ზუსტად არ აქვს მნიშვნელობა რამდენი კილო შეიძლება 150 კილო იყოს მაგრამ გითხრა რომ ამ ადამიანს საკუთარი თავის უპატივცემულობის მომენტი არ აქვს არა ძალიანაც აქვს უბრალოდ ცოტა ჰიპერმზრუნველობაში გადაუვიდა და ძალიან ბევრი აჭამა. არის ადამიანი, რომელსაც აქვს ზედმეტი წონა და ჰიპერმზრუნველობა კი არა პირიქით, უყვай საერთოდ არ უსმენს საკუთარ თავს. გესმის? და აი ამას ვერ ვიგებ. ნახე, მე თუ საკუთარი თავისთვის ელემენტარულად ზედმეტად სალათის დაჭრა მეზარება, რომელიც უზეთო იქნება, მაშინ შენ რომ მომიტრიალდები და აი რაღაცა არა ვარ ცარიელ ადგილად მთვლი, იქ რატო გიდგავ რაღაცა ვულკანს? რატო? იმიტომ რომ შენ მე როგორ მომექცევი, შენ ამას ხვდები, მე როგორ ვექცევი ჩემთან. შენ თუ მიხვდები რომ მე შენთან მოვედი, მოვლილი, რაღაცა გაპრანჭული, ელემენტარული სარკეში ჩავიხედე, როცა მოვდიოდი, რა მაცვია, სუფთად მაცვია, კოხტად, ვცდილობ რომ რაღაცებს არ ჩამორჩე, შეძლების დაგვარად აყვან. შენ უკვე მოვდივარ თუ ეს აი ამ face control-ს რო გავივლი, იმ წუთში არჩევ ტონს, არჩევ სიტყვებს და ესე არ ახარ, ხვდები და იმიტომ რომ მე აღარა ვარ ესე. არაფერი არ შეცვლიდა ჩემ გარშემო თამო როგორი ადამიანებიც იყვნენ ისე ისეთი ადამიანები ცხოვრობენ მე ისინი არც ქცევისა და კულტურისა და რაღაცა დახვეწილი საუბრის მანერებზე გამიგზავნია არც კურსები დამიფინანსებია და არც არაფერი არ წამიკითხავს და ზედმეტიც აღარ მილაპარაკია როგორც მე შევცვალე ჩემი თავის მიმართ დამოკიდებულება ისე შეიცვალა ჩემს მიმართ ამას გრძნობენ ადამიანები ამას ახსნა არ უნდა საერთოდ არ ჭირდება ამას თქვენი ბევრი ლაპარაკი ამას ადამიანები და საერთოდ თვალით ნანა ეს ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე აი თუნდაც მაგალითს მოვიყვანე რომ აი მაგალითად მეგობარებს და არის ადამიანი რომელიც აი ხვდები რომ თავისთავად ძალიან პატივს ცემს რა იმ ადამიანს რაღაცა ისეთ საჩუქარს იაფასიას ვერ მიუტან ანუ აი შეგრცხვებენ რომ აი თქვი რომ კაცო ეს როგორ ვაჩქო მაგრამ არის მეორე მეგობარი მაგალითად აი მე მყავს ესეთი რომელიც აი თავის სუცალ ფეხზე კიდე და ვიცი რომ აი ხა ეს რაღაცა რომ მიუტანო ერთი ცალი საყურე რაღაცა საყურე თუ რაღაცა იმას გაუხარდება ხვდები და როცა არის მეორე ვიცი რომ იმას ვერ მიუტან სხვაზე იმიტომ რომ ის სხვანა ის თავის იმდენად აბასებს რომ ვერ აკადრებ ხვდები აი ზუსტად ამას ანუ იტყვი რომ ამას ეგეც არ უნდა ეს ფეხზე კიდია თავისთავად და ასე გიყურებს ყველა
ძალიან კარგი მაგალითია, რომელიმე მოგწერა, ეს არ მომიტანო, ანიმან მოგწერა თამორაც გინდა მომიტანე, მაგრამ შენ ეს იგრძენი ჩემო სიხარულო, გესმის? აი ესე გრძნობენ ადამიანები, იგივე საზოგადოებაში, აი ახლა მე რომ მკითხო, გაიხსენენათი აი იგივე შემადგენლობა ადამიანებისა, როცა იმათთან ერთად მაგალითად ან მივდიოდით სადმე კაფეში, ან მაგალითად ბავშვის კონცერტი იყო და ვიკრიბებოდით, ხო? აი როგორ გითხრა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილო ბევრჯერ. ვერ გეტყვი რომ მე ამან ბევრი ადამიანი არ დამაშორა, ხდები? აი როცა რაღაცა ერთიანად ხუთივე ვიყავით ან 3 კილო, რაღაცა თითქოს უფრო კარგი მე აი იქ იყო ჩემი ადგილი და ის საზოგადოება მიღებდა, მაგრამ მე დაიწყეს აი რაღაცა დაემართათ, მაგრამ ნახე მე ამან გული არ მატკინა საერთოდ და მე ძალიან ბედნიერი გავედი იმ საზოგადოებიდან, იმიტომ რომ აღარ წონით კატეგორიაში გავდიოდი იმათთან ერთად და მივხვდი რომ მე იმათ ყოველ წამში ვეჩხირებოდი თვალებში ადამიანი რომელმაც გადავწყვიტე რომ არა მე გამომივა და გამომივიდა და ყველა ჩემ დანახვაზე ისინი ხედავენ იმ არჩევანს რომელიც თვითონ ჯერჯერობით არ გააკეთეს მე ძალიან კარგად აი იქ მაგალითად როეკვი ადამიანს და ვშლები რომ მე ეხლა აი ამიტომ მე არ უჭამ რა რო ეუბნები ხო ის აუცილებლად ეცდება რომ დაგაძალოს და ეცდება რომ გააუფასუროს შენი აი ეს მცდელობა ხვდები რომ კარგი კაცო რა კარგი კაცო გეტყვის რომ ეხა რას გიზავს ერთი ნაჭერი და მოდი შეჭამე ეხა ნუ გაძალოს უნდა რომ დაამტკიცოს რომ შენ ზუსტი ხარ შენც ვერ შეძელი შენც მისენაირი ხარ და ამას გიკეთებს რაც წონაზეც არ უნდა იყოს. ახალი ტექნიკა უფრო ცუდი ჩემო სიხარულო, უფრო ცუდ რამეს აკეთებენ და აი ეს ახალ გოგოებს მინდა ბოდიშთ რომ არ გაგეცანი თავიდან ახლები ვინც არ მიცნობთ მე ბოლოს მაინც გეტყვით ნახე ახალი ტექნიკა აქვს სიხარულო მაგ კატეგორიას და ეხლა ესეთი დაკლება რა არის მთელი ცხოვრება ესე რას გავხარ არ გიხდება მოდის ეგრევე აი ხა ჯერ ეხლა გეტყვი ერთად რაღაცა ხა ეს ნათიას ხახრო და მეც მაგ და ყველა საკ ხო აი აქ რაღაცა ნასაგუბკა როგორ არის რა თქვია პირხახის თუ ხვირის თუ რაღაც ხო ეს არის ხალხო ეს არის მთელი ადამიანის სილამაზია და ადამიანი აი ანუ ეს უნდა იყოს ეს ადამიანი ჭირდება რომ ილაპარაკოს ლოყა აი ეს ჩვეულებრივ ეს არის მიმიკური ნაოჭები ხალხო არ უნდა გავაქროთ და როცა ადამიანი იწყებს ეხა ამაზე ლაპარაკს ეუბნებიან რომ შენ ეს არ გიხდება ხვდები არ გიხდება აი ნახე შევხედე ნახე შეშია აქცონა ხო ანუ ნახე მიმიკური ნაოჭია ეს არ მექნება სულ ეხა რა ამიტომ ახალ ვიღაცამ თქვა რომ არ მიხდება ეს ხო მისი აზრია ხვდები მისი აზრი არ შეიძლება იყოს ნამდვილი მისი აზრი არის მისი აზრი ყოველდღე სუბიექტური რომელიც ბოღმა აღრჩობს ხვდები ანუ როცა ადამიანს ბოღმა აღრჩობს იმისი აზრი ვერანაირად ვერ იქნება ვერაფერი აბსოლუტურად ვერაფერი ადამიანს რომელსაც გასწომა უნდა თამო მაგ სიტყვების უკან აი ახლა თან გისმენ თან გადავავლე თვალი კარგი რა კი და რო გეუბნებიან ეს წონა იყავი და რას ქვია ვიყავი ვერ გავიგე 49 კილო გავთხოვდი რას ქვია ვიყავი 62 კილო ვიყავი კი არა ძალიან ბევრად ამაზე ნაკლები ვიყავი მე მაშინ რამდენი წლის იყავი და ვუყურებ თამო და ვფიქრობ რომ ასე იგი ასე მაშინ არაფერს მეუბნებდნენ 103 კილო რო ვიყავი და ეხლა ამ ადამიანების წონას მე ძალიან ჩავწდი უკვე 10 კილოა ჩვენ შორის განსხვავება ეხლა გაახსენდა ყველას რომ 46 კილო ვარ ეხლა გაახსენდა ყველას რომ აი რაღაცები შეიძლება არ მომიხდეს და მე სულ და აი როგორ კარგად გამოიყურეთ შენ ვერც კი წარმოიდგენ სიცოცხლე კაპიტალური რემონტი ყველა სახლს ჭირდება ხოლმე 10 წელიწადში ერთხელ და რა გახდა ახლა ერთი კაპიტალური თუ დამჭირდა ზაგარია სახლი ამიტომ ხალხმა ხა იცოდეთ რა ხალხ თქვენ ხა ამ გზას დაადექით შეგხვდება ძალიან ბევრი დაბრკოლება და ეს დაბრკოლებები უნდა გადალახოთ და დაბრკოლებებს არ უნდა დაემორჩილოთ ასე ვთქვათ რომ იყო რა კარგი ხო ეხლა შევჭამ ტორტს როგორ ჩვენ მეტყვი აუცილებლად ეხლა ანუ ესეთი ხალხი აი ეხლა თან განსაკუთრებით როგორ არის ხოლმე იცი ახლა რო იწყებ თავიდან რო იწყებ მაშინ იწყება ვიღაცა გარდაიცვება ვიღაცის ქელეხში მიდიხარ ვიღაცა თხოვდება ვიღაცის ქორწილში მაშინ არის ეს სუფრები მაშინ არის ყველაფერი მაშინ არ სრულდება და აქ უნდა იყოს ძალიან პრინციპული რა აი უპრინციპულესი გეყოფა მეტი აღარ გინდა სულ დაპატარავდი აღარ გიხდება სახეზე ქეთის ეუბნებიან მაგას ახლა მაგას ამბობს
მე მეგონი კი იმიტომ რომ ხო, ზუსტად სიტყვები ეს არის კლასიკა რა. ანუ უკვე ადამიანს ძალიან ნერვებს უშლი ხვდები რა შეასაქმე, იმიტომ რომ იმას ეუბნები რომ მე შენზე მაგარი ვარ, რო გხედავს რომ ძალიან მაგარი ხარ, ანუ კი არ გეტყვის ეხა არ უხარია ეხა კომპლიმენტებს არ გეტყვის და ოღონდ ეს როგორი რაღაცაა ხალხნო იცით რომ ანუ მაინდა-მაინც ის კი არის რომ მაინდა არ უყარხარ და რაღაცა ესეთი ანუ ბოროტიც კი არის შეიძლება ქვეცნობიერში ვერც აცნობიერებდეს მიხდი ანუ ეს ქვეცნობიერი ბოღმა ალაპარაკებდეს თორე იმას კი უნდა შენთვის კარგი მაგრამ შენ იმაზე იმდენად კარგი ხარ რომ ნუ არ მოწოს არავის აღიარება კაცო მეც არ მომწოს ეხა ჩემზე მაგრების აღიარება რა მე მინდა თქო რომ მე ვარ ყველაზე მაგარი რა და მე მინდა რომ მე მომწონს რომ ესე ვფიქრობ რომ ყველაზე მაგარი ვარ აი ამ ჩემს საქმეში მაგალითად რა და რომ მითხას რომ ვიღაცა მე ხარ მარათონში ვიყავი რომელიც შენზე ბევრად მაგარია რა თქმა უნდა არ გამისწორდება და ვიტყვი რომ ნუ მეთქი როგორ კაცო ჩემზე მაგარი შანსი არ არის ეს ხო და არა თირა მე რა თამო მომდევნო კითხვა რა არის საყარელო რომ მე არა ბოლო კითხვა იყო და ეს კენი რა იმიტომ რომ ერთიანი კითხვები მეორდებოდა და ეს იყო დღეს რას ამბობ ყველა სუფრაზე ძირითადად საჭირო საჭმელიაო მადლობა გოგოებო ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ თქვენი მოსმენით ხო ძალიან კარგი ლაივია მადლობა ეკატერინე ძალიან კარგი მიხარია ლაივი შეგიძლიათ ნახოთ ბევრჯერ ხალხნო რა აი ხელახეთ ეს რომ ხვალაც რო ნახოთ ზეგაც იმიტომ რომ შეიძლება რაღაცები გამოგჩეთ და ცუდი არის რომ ეს ლაივი რო გაქმნიგო ძალიან კარგი ლაივი იყო ახლა ეს და სამწუხაროა რომ ძალიან კარგი ლაივია თამო და ბოლოს აი რაც მინდოდა ამ კითხვების გარდა აი ის მინდა გითხრათ რომ აი ახლა თუ თქვენ შემსავით მე რო პირველად მოვედი ლაივში აი თუ თქვენ ისეთი დაბნეული ხართ აი ისე არიცით როგორც არის აი ხო ვარ თქვენ თვალწინ რომელსაც არც აი ვერ ვიტყვი ხარ რომ ზალაში მოვიკალი თავით გოვარჯიშით ფეხით კი დავდიოდი ხოლმე ყოველთვის მაგრამ მე იმ ნათიას ცხოვრებაში მაშინ რომ მოვედი იანვარი იყო თებერვარი იწყებოდა და როგორ მეშინოდა იმ დუტის კურტკის თუ რავი რასაც ვეძახით ქართულადაც დუტია მე მგონი აი იმის გახდა თქვენ ვერ წარმოიდგენთ კატასტროფა იყო ჩემთვის და ვოცნებობდი რომ ყოფილიყო ცუდი ამინდები კიდევ უფრო მეტად რომ იქნებ მე ცოტა დაკლება მომესწრო რაღაცა სილუეტი გამოჩენილიყო როცა ამ დუტის კურტუკს გავიხდიდი და აი ეხლა არის ნათია რომელიც ერთი სული აქვს როდის მოვა მზე როდის გამოვა კარგი ამინდები რომ ეს გაიხადოს და აი ბოლო იმ ისე იშვიალოს მართლა როგორ მართლა ისო ესე ვფიქრობ ეს კაბა მინდა ის კაბა მინდა და ასე შემდეგ და ერთი კიდე რაც მინდა გთხოვოთ ეს რაც შეეხება ახალ მოსულებს იმიტომ რომ თქვენ კიდე აზი არ ახართ რა გელოდებათ ამ მარათონში ოღონდ თქვენ გადაწყვეტილებას არ უღალატოთ რა გადაწყვეტილებას გუშინ ღამე მიიღეთ და დღეს ამ მარათონში მოხდით არ უღალატოთ ამ გადაწყვეტილებას თორე არავის არ აქვს ჯადოსნური ჯოხი და მარტო ამ მარათონში მოსვლა საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ ღამე ცხიმები დაიწვება როგორ დღესაც გაატარებთ ისეთი დილა გათენდება როგორც მიყვებით მე იმდენი მინუსი იქნება და კიდე ერთი ვინც ხართ უკვე ამ მარათონში იცი რა მე რომ ეს სამი თვე ყოფილიყავი ამ მარათონში თუნდაც აი 4 5 6 თამო ეს იქნებოდა სახლის შენებას რო იწყებ საძირკოს რო ამოიყვან ხო ვაცით ხოლმე საძირკველი უნდა დადგეს გაშრეს გამაგრდეს ხო რომ მე ზემოდან სახლი ააშენო 3 თვეში ამ მარათონიდან გასვლა და 6 თვეში ამ მარათონიდან გასვლა ნიშნავს რომ თქვენ თქვენი თავი ისევ კი მოატყუეთ იმიტომ რომ საძირკველი ჩაყარეთ და კედლები აღარ ამოიყვანეთ სანამ შუქი არ აინთება თქვენ სახლებში სანამ ის წონა არ იქნება რომ თქვენი აშენებული სახლიდან სინათლე გამოვა არ წახვიდეთ არსად იმიტომ რომ გამორიცხულია ეგ უფრო ძნელია მე რომ დაიკელი და იმიტოა მე რომ დაბრუნდებიან ხოლმე კიდე 30 კილო მომატებულები აი ერთი წელი ხო არის და კიდე ყოველ დღე სულ აი რაც შეეხება კიდე თამომრაც თქვა ეხლა მე ზუსტად 2 თვეა ვინარჩუნებ წელს უცბად არ მივაყოლე ეს 5-იანიც იმიტომ რომ ცოტაღაა დასაკლები და რაღაცნაირად ამოვასუნთქე ჩემი თავი იმიტომ რომ აი უნივერსიტეტს რო დაამთავრებ და რეზიდენტურაში რო გაგრძელება გინდა ხო შეიძლება 1 წელიწადი გაჩერდე ან 6 თვე აი ზუსტად ესე მაგრამ ის რომ მე ეს აი მე მქონდა ეგ ამბიცია და არაფერი არ არის ამბიციურობაში ცუდი მე მქონდა ეგ ამბიცია რომ მე გავხდებოდი მარათონის სახე და სახე კი არა მე მგონი რა ვიცი უკვე ვინც ამ მარათონში ორჯერ მაინც მოსულა უკვე ყველა მიცის ჩემზე და მე ამითი ვარ ძალიან ბედნიერი და თქვენც ჩაიდეთ რომ ის ჯარისკაცი იყავით ვინც გენერლობაზე ოცნებობთ და ოცნებობთ გენერლის სტატუსს არ უღალატოთ რაღაცა უნდა მეთქვა დამავიწყდა რაღაცა უნდა მეთქვა ძალიან კარგი და დამავიწყდა კაი არა უშავს
ესე იგი, ვიფიქრე მთელი ლაივის განმავლობაში იცი რა გონი, აი ვივლი მეკი და 50 წუთზე მეტი ვერ გავქაჩეო გულსამ. ან თვალი აქვს შეჩეული ასეთ ზომას, რომ ხედავენ და უცებ დაპატარავებულები ეუცნაურებათ და უცებ გადაწყვიტავენ, რომ არ გიხდება, მადლობა გოგოებო, არსად არ მივდივარ, მეო ლელა გწერს და რაღაცა უნდა მითქვა. ყოჩახნათია მაგარი გოგო ხარო, იაკ წერს კობიაშვილი. აუ ერთი წამი რა უნდა მეთქვა რაღაცა რაღაც კარგი იდეა გამახსენდა უნდა მეთქვა და დამემთავრებინა მაგრამ რაღაც გავ. მადლობა გოგო, აი ხო არა ჩათი არის, უყურე ჩათი ახლა გაკეთდება ლაივი რომ მორჩა, გავთიშავ ამ ლაივს მოკლედ და გავაკეთებ ჩატს და ჩატში დაემატეთ ლინკს დავდებ ჯგუფში და ლინკით გადმოდით ჩატში. ვინც ვერ გადმოხვალთ ლინკით ჩატში, მომწერეთ პირადში რომ დამო არ ვარ ჩატში, დამამატე ჩატში. თქვენ ხართ ორი ოქროს გოგო და ადამიანი. ძალიან დიდი რეგალია ადამიანი კი. და კიდე რა უნდა მეთქვა, ახლებს მით უმეტეს მე ესეთ მეტი პასუხისმგებლობა თუ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაქვს ხოლმე ახლების მიმართ. გოგოებო, ღამის 3 საათზე ეს არის 24 საათის შვიდზე ჩათი, იმ დროს ვფიქრობდი ხო არის ესეთი გაფრენილი ფრაზა, მაგრამ ეს 24 შვიდზეა, იმიტომ რომ რო იძინებს საქართველო იღვიძებს ამერიკა, მე ძირითადად მივდევ ამერიკასაც და საქართველოსაც, როცა არ უნდა იყოს იტირეთ, იყვირეთ, რაც გინდა ქენით, ოღონდ არ ჭამოთ ის, რაც არ უნდა ჭამოთ. წყალი დალიეთ, რა ვიცი, რაღაცა გააკეთეთ და დაწერეთ. ნუ ხო გამოხოდით ამ დამალულები ეს ამხელა მაგირის ქვეშიდან, ხო ბოლო-ბოლო აღიარეთ, რომ კი, ნამდვილად წონის პრობლემა და მოხოდით. ხო და იქ ნუღა შეძვრებით, გამოსულებმა იტირეთ, ტკბილი გინდა დაწერეთ, მარილიანი გინდა დაწერეთ, 4 არ იფიქროთ, რომ აიმე იყო სადღაც და არ იტყვიან, რომ იმ წუთში დაიდო ამის რეცეპტი და კიდე იგივე კითხვას 30 ჯერ დაწერეთ, იმიტომ რომ 90 კაცში ზოგს 10 უპასუხებს, მერე დანარჩენი 10 სხვას უპასუხებს და ასე შემდეგ, რაზეც გინდა ისაუბრეთ, ახლებს ეკუთვნის ეს. და არა ხა ინტროვერტი ადამიანი თუ ხარ, ექსტრავერტი ვერ გახდები თამუნას მარათონში ორშაბათს დილას, ხო? მაგრამ იკითხეთ მაინც ეს ჩათი. გაერთეთ, ქშია ადექი და ჩათი წაიკითხე. აი წაიკითხე, რაზეც წეროდნენ გოგოები. ზოგი რამეზე იფიქრებო ღმერთორებზე საუბრობთ, გასახდომად მოვედით. ზოგი რამე ძალიან ახლობელი იქით აქ იყავით, თუ მოხოდით და ჩატში მოხოდით და ხართ მარათონში და არა ინდივიდუალურ კლებაზე, მაშინ იყავით აქ. თუ ოდესმე ფსიქოლოგის დახმარება დაგჭირდებათ, აგერ ვარ და მე სულ ვამბობ, რომ მარათონელებისთვის მე მაქვს ცალკე პაკეტი, ცალკე პასუხისმგებლობა და ცალკე სფეროა საერთოდ მარათონის გოგოები ჩემთვის. ამიტომ თუ მართლა გახდომა გინდათ, გახდებით და თუ მიზეზის პოვნა გინდათ, იპოვეთ მაშინ მიზეზი. იმიტომ რომ ამ მარათონში მიზეზი რეალურად არ არსებობს. ნახე, ლელა, შემოხოდი ახლა უკვე გვიანია, იმიტომ რომ თავიდან გადაახვიე მე ეს ლაივი, აუცილებლად ნახეთ ორჯერ. ლელა, ნახე ორჯერ ეს ლაივი, აუცილებლად შენ. იყო ჩემი რომ ხატია ბოკუჩავა იყო ჩემი მოტივატორი, ნათია უკვე მოგვიანებით სტიმულის მომცემი და თამჩუნი აი დროშა რომ უნდა დაარჭო და იმ ადგილზე რომ დგას და გაღემებული გეუბნება, ვაიმე რა მაგარია ყოჩა, ხაი კიდევ და აჰა ეგა. ხო აი ნატამ უკვე დაიკლო 17 კგ. წარმოგიდგენთ რა და ნათია რომ ეხა რომ ჩათი რომ შეიქმნება ხალხნო, იქ ეგრევე ძველებმა ახლებმა ყველა მოკლედ ან უბრალოდ ძველებმა ახლები რა შეყრიან, ძველებმა ჩაყარეს თქვენი შედეგები, აუცილებლად რომ ახლებმა ნახონ ეს შედეგები, ხო და მოკლედ არ გაჩერდეთ რა და ესე იგი ეგ არის რა, ხუთშაბათს იქნება მომდევნო ლაივი. აუ ეს ლაივი ძალიან მომწონს. აი ეს მაგარი, მაგრამ წინა ლაივი ძალიან მაგარი იყო, ის ლაივი ძალიან მაგარი იყო, აი ამის წინა 2 საათი ნახევრიანი ლაივი რო იყო და მქონდა ის ლაივი მე ჩვენ შეინახე ის ლაივი საყვარელო ჩამოწერე, აი ძალიან მაგარი ლაივი იყო, ოღონდ რომ ძალიან 1-4-5 თვის წინ იყო ალბათ და აი არ ვიცი თუ რამე თუ გინდათ შემოდით ხოლმე ჯგუფში ჩართეთ ლაივი, რამე კითხვა დასვით, აი არ ვიცი ხო გეუბნები, მე უბრალოდ რა ვიცი თქვენ რომ მე რომ შემეძლოს ის საჭმელი შევქმნა, ან ის გემო შევქმნა, რასაც მე ვგრძნობ, იმიტომ რომ მე ხო ესე არა ვარ, რომ პირველად გავსუქდი ცხოვრებაში და გავხდი. მე ხო ძალიან ბევრი ვიწვალე 3 წელიწადი, აი მართლა რასაც ქვია ვიფორთხე, ამოვიდოდი 10 საფეხურზე, ჩავარდებოდი 15-ზე, ამოვიდოდი 20-ზე, ჩავარდებოდი 10-ზე, ხო? და აი იმიტომ რომ ერთი პატარა ის იყო ჩემში იმედი, რომ
ერთადერთმა რაღაცამ გადამარჩინა, არ შევეგუე 103 კილოს. და ვთქვი, რომ რას ქვია, მე აქედან უნდა გავაღწიო და გავაღწი. აი, როგორც არ გაგიხდიათ, აი, ესეთი რაღაცა სხვისი ნათხოვარი ან პალტო ან რაღაცა და რო იცი, რომ შენი არ არის და გაიხდი და დააგდებ და გააგრძელებ გზას. აი, ესე გავიხადე, მე ის ჩემი ზედმეტი 53 კილო და აი, ის უმაგას ვამბობ, ეს თუ შევძელი, ამის მერე რა აღარ უნდა შევძლო. რა ვერ უნდა შევძლო ამის მერე, რაღაც მე იქიდან ამოვედი. აი, რამ და რადგან ეს ვიცი რა არის, იქ ყოფნაც ვიცი რა არის და ამოსვლის გემოც ვიცი რა არის, ამიტომ ყველა მინდა რომ მე ხოს ვამბობ, მე შევქმნი ჩემი ბედნიერების კუნძული და მინდა აქ ვინც მოდიხართ, რომ აი ამ კუნძულზე მარტო არ უკვე ხო გითხარი, მარტო არსად არ მიყვარს ყოფნა და მინდა რომ ძალიან ბევრმა იცხოვროთ ამ კუნძულზე და რა ვისაც შემიძლია, ვინც მე ყველას გიწვით ხელს და თქვენც გამომიწოდეთ და გადმოდით აქეთ, იმიტომ რომ არ არის ამ ქვეყანაზე წონა, რომელსაც თქვენ ვერ დაიკლებთ და ერთი კიდე რაც მინდოდა მეთქვათ, ამო ილუზიებში ვაცხოვრობთ თქვენ თავს და ვიფიქრებთ, რომ ხა პირველ მარათონში ხო დავიკლებ 7 კილოს, მეორეში კაი 7-ს ვეღარა, მაგრამ 5-ს ხო დავიკლებ. მესამეში სადაც და ეგ არის 15, არავინ არ იცის თქვენ 15 კილოს. 5 მარათონი დასჭირდება, აგე ერთი წელიწადია აქ ვარ და კიდე ვიძახი, კიდე ბოლო 5 კილო დამრჩა თქო და მე რომ მოვედი, არ მithქვია ჩემი თავისთვის, რომ თებერვალში რომ მოვედი, მარტში ის რა ქვია, ეს ზომას ჩავიცმევდი. მე ვთქვი ვიქნები იქამდე, სადამდეც დამჭირდება და მე მგონი არის რომ 5 წუთიან ვიდეოს რომ უყურებ, ისიც მღლის ხოლმეო ზოგადად და აი თქვენ ყურება არასდროს ბეზრდება, ყველაფერი მძვრება უკეო. აი მაგაზე მაგარი შეგრძნება არაფერი არ არსებობს. მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ იცოდეთ ყოველ დილით გაიღვიძეთ აი ამითი, რომ ჩვენ მოვიგებთ ომს. ოღონდ კარგად გაშალეთ ეს სიტყვები. ომს ახლა საკუთარ თავს ხო არ ვეომებით, რომ მოვიგე ვინ წააგო. არა, ჩემ აი ამ ტყვეობას ვეომები. ჩემ ამ წონას, როგორც წინაღობას ვეომები და მე დავდგები ამ წონაზე ზემოთ, იმიტომ რომ ჯერ ეს არის და მე ეს არის და თუ აი აქ დავალაგებ. ბოლოს ეგ იყოს რომ კრიტიკა არ დაკარგოთ რა, აი კრიტიკა საკუთარ თავს მიმართ კრიტიკა. ის კი არა რომ ეხლა ნახე რომ ეზიზღება ჩემი თავი და მძულს და რაღაცა არა. ანუ ჯანსაღი კრიტიკა ხვდები? ანუ ჯანსაღი კრიტიკა. აი მაგათ მე რო ვიცი ხოლმე, მე ვიცი ეს კრიტიკა, რომ აი კაცო მაქვს და არა უშავს რა, ვიქნები ახლა ეს და არა უშავს, ანუ აი ეს რას ქვია არა უშავს? ეს ხო ჯანმრთელობას, დიაბეტი, ქოლესტერინი, რა, 1000 უბედურებას იცავს. არაუშავს, მაგრამ რა გინდა შემოსეხარ. აი, ნახე თუ არაუშავს, მაგრამ სათამაშო არა, მე ხო მარათონში არ შემოსულა, მე 90 მარათონში. არა, შენზე არ ვამბობ, შენზე აი სხვა როგორც მე ხა მე რომ მეთქვა რომ ნუ რა ვქნა ეხლა რაც არის. ანუ შემოვისეირნი, ამის უფლებაც გაქვს, მაგრამ თუ რეალურად მოხვედით, გაცნობიერეთ რატომ მოხვედით, ეს არ არის მარტო Facebook-ზე ლამაზი სურათები, ეს არ არის ჩვეულებრივი სხვა მარათონები, როგორშიც ყოფილხართ და დარწმუნებული ვარ ყოფილხართ, აი მართლა გეუბნებით, რომ მე ადამიანი, რომელიც ძალიან ძნელია, მე რომ მიყიდო, აი უზომოდ, იმიტომ რომ ვერ ვყიდულობ ვერაფერს, რაღაცას, აუ ამას არ ვიზამ, ამას მაინც არ გავაკეთებ, რაც მინდა. ამდენი ხანია ვარ და აი ამდენი ხანი არის სასწაული ეს ყველაფერი და აქ მართლა შეიძლება აი ეს მინდა ყველას გაგაგებინოთ, რომ მე ხო 520 მარათონი ვცადე და ხო აღარ დავტოვე ყვება, რაც მე არ გავაკეთე, მაგრამ ნახე ვეძებე, ჩემი ის იყო რომ მე ვეძებდი და ვიპოვე. ხო და თქვენ შეიძლება შემდენი არ გიწვალიათ აქამდე რომ მოსულიყავით და ხო მოხვედით. ხო და ნამდვილად შეიძლება რომ აგიხდეთ თქვენი ოცნებები და აი ყოველი დღე გათენდება ამით მე ისე რომ უკვე გახდით. აი ეგ არის ყველაზე მაგარი. თქვენ უკვე გეცოდინება რომ თქვენ უკვე იქ ახართ, აი იმ წონაზე, სადაც მოვიდა და რეკლამამი არ მაქვს, რეკლამა ზოგადად ადამიანები არიან, ჩემი რეკლამა არის ადამიანები, რომლებმაც დაიკლეს და ქუჩაში ხვდებიან სად და იქ ელი როგორ დაიკრა. ეს არის ჩემი რეკლამა, მე ფასე ცხოვრებაში არ გამიშვია არსად და იმას ვამბობ რომ ერთი წამით აუ რაღაცა კიდე მომივიდა უნდა მეთქვა და ხო ზოგმა იცის რა იცი რომ აი ხო აი მოვედი აი შენ ხო მითხარი რომ მარათონში მოდი და დავიკლებ აი მოსული ვარ და მიდი გამახტუნე ჰე აბა თუ მაგარი ხარ შემოვიდა არც ლაივს უყურა არც მენიუ ნახა არაფერი და რაღაცა ჯადოსნობის იმედზე იყო და ანუ ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს თუ ლაივს არ შეხედავ თუ ჩატში არ შემოხვალ თუ არ აქტიურებ თუ არ შეასრულებ ყველაფერს როგორც წერია რა საკვირველია შედეგი იქნება 0. ამიტომ რო იძახო რომ მინდა ამის გაკეთება თუ გინდა მოხვედი შეასრულე.
ანუ ლაივის ყურებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხო რა. თან რამოდენიმეჯერ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ძალა აქვს, ანუ ყველა ჯერზე ძალა აქვს. თქვები, ანუ აი ერთი წლის მერე რო ნახო ეს ლაივი, აქ რა ემოციაც არის ჩადებული, ზუსტად იგივე ეს მიიღებს შენ. და ამიტომ აუცილებელია რომ ეს ნახო. ესე იგი, კილოგრამებს საერთოდ არ ვყურებდი, თავისთავად მოხდა გალამაზება, წონად ჩერდებოდა, მაგრამ ეს ვიზუალი და შედეგი მაძლევს დღემდე мотиваციას, რომ უფრო და უფრო კარგ ფორმაში ვიყო. მართლა არ მიწვალია, უცებ მივიღე გადაწყვეტილება. ვაიმე, შენ თუ უცებ მიიღე, კარგი არის, მაგრამ არიან ადამიანები, არიან წარმოგიდგენე? ესე იგი, რომ ნახე 2019 წლიდან წერს ყოველ მარათონის დასაწყისში, რა ღირს მარათონი, რამდენს დავიკლებ, არ მოვა. მე ჩაუგდებ რაღაცებს, ველაპარაკები აუხსნიათ და რაღაცა და წერს მე. რამდენს დავიკლებ, მე ისევე და ესე იგი, მეთქი, ანუ რომ დავსკრინე, მე ყველა მოწერილი და მეთქი მიხადავები, თუ რა ხდება. ანუ არ მინდა, კარგად იყავი, არ მოხვიდე, ანუ მე რა შენ კარგავ, ხო? არც მოვა, ხო? ანუ უბრალოდ მოწერაში მავარჯიშებს წერა, ვიცი თუ არა. ეხლა კიდე გუშინ ახლა წერს ერთი გოგო. თავის თავს ატყუებს. აი, მოგწერე და ეხლა მიპასუხე თუ გინდა და ანუ მე ვნახე, აი, ვაიმე, ანუ ის არ არის ღირსი რომ მოვიდეს. მე ზოგს ანუ ვიც ეგრე იწყებს მოწერას, ვაი, ხა მიპასუხე, ეგეთაც იმას ძალიან სულად პასუხობ და მე არის ხოლმე ცოტათი გარეთ არეული არის ხოლმე, ისინი რომ ზოგი რვამობს რომ ვაიმე თამჩუნია როგორ მიყვარს რაღაცა და ზოგი არის რომ ვაიმე რა საშინელი ადამიანი. იმიტომ რომ იმას პასუხობ ისე როგორც იმსახურებს. ხო, ანუ არ შემიძლია, ანუ აი ზოგი როგორ იციან ხოლმე იცი რომ აი გამაგიჟა მოკლედ. ხო და მოკლედ ესე რა. ანუ წავედით ახლა და ახლა გავაკეთებ ჩატს და ჩატში დაემატე ლინკს დავდებ ჯგუფში და დაემატეთ ჩატში ლინკიდან გადმოხვალთ. მოკლედ დაემატებით, ვინც არ იქნება მომწერეთ პირადში და თუ კითხვები გოგებულად გაინტერესებთ ხოლმე ჩემგან პასუხები ხო, მაშინ მომწერეთ პირადში მე. ანუ შეიძლება ჩატში მე ვერ წავიკითხო ყველაფერი და ამიტომ პირადში მომწერეთ და ბევრმა იცის ხოლმე რომ წერს რომ იქ მოვიწერე ჩატში, მაგრამ იქ ვერ მიპასუხე, აქ მომწერე, ანუ თუ პირდაპირ ჩემი პასუხი გაინტერესებს, მომწერე პირადში. ეგ არის. კარგი, კარგად.